მოგესალმებით. მე ვიცი რომ თქვენ ჩემზე ადრე გაიფიქრებთ და ამბობთ რომ დღეს ხუთშაბათია 22 საათი სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად. და ჩვენ დღეს ყველაზე საინტერესო თემა გვექნება. მე მგონი მეც თქვენც და ყველას ვინც საქართველოში ცხოვრობს ყველას აინტერესებს თუ რას ვჭამთ საქართველოში. დღეს შევეხებით ყველაზე მტკივნეულ, ყველაზე საინტერესო, ყველაზე აუცილებელ თემას. სანამ გადაცემას დავიწყებთ და სანამ ჩვენ სტუმრებს დავპატიჟებთ, მანამდე ჩვენ უნდა გაჩვენოთ როგორ ავლებენ ჩურჩხელას. საოცრება, შეხედეთ რა სილამაზია და აი ეს ქართული ჩურჩხელა, რომელიც მერვე ადგილზე გავიდა მსოფლიოში ყველაზე რეიტინგულ ტკბილეულში. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ჩაატარა ექსპერიმენტი, ორ ცნობილ ქალბატონს მივეცით გარკვეული თანხა, გაუშვით ბაზარში და იყიდეს პროდუქტები. თუ რა ხდება, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. თბილისის ერთ-ერთ ბაზარში ჩვენი ექსპერიმენტის მონაწილეს ლალი ბადურაშვილს გადავცემთ 5 ლარს, რომელიც ერთი თვის პენსიის დღიური ოდენობაა. ირმა სოხაძეს კი გადავცემთ 8 ლარს და 60 თეთრს, რომელიც საქართველოში საშუალო შემოსავლის დღიური წელია. მათ ნაყინი პროდუქტებით სტუდიაში სადილის მომზადება უნდა შეძლონ. მე თქვენ უნდა მოგცეთ 8 ლარი და 60 თეთრი. ძალიან ცოტა რატო 8 ლარი მითხარით? მხოლოდ 8 ლარი და 60 თეთრი. იმიტომ რომ საქართველოში ერთ ოჯახზე შემოსავალი არის საშუალოდ 260 ლარი. შესაბამისად ჩვენ ეს რო გავიანგარიშოთ. ამყავით 20. მე მომცეს პენსიონერს უწევს დღეში 5 ლარი და რა უნდა გამეყიდა ამ 5 ლარით ერთი დღის სადილი. ამასაც ერთი დღის შევედი. როგორ გვიყვარს თქვენი სიმღერები, როგორ. ნუ ეხლა ირმა ჩემი შორენა მაგრამ წარმოიდგინე რომ შორენაც ახსოვდათ აი ამ გამყიდულ კაცებს, გალევს, მაგრამ აღმოჩნდა რომ იცით რა, ისეთი გაშტერებული დარჩი გია და ყველაზე დიდი იმ 5 ლარად ბაზარში არ დადიხარ ქალბატონო? არა ეხლა კი, მაგრამ იცი რა, ესე არ დავდივარ, მართალი გითხრა რატო იცი? ბაზარში უნდა წავიდე დეზე, უნდა დავждე ტაქსში, უფრო მეტი უნდა დავხარჯო, უნდა წამო. მანქანა მე არ ამხავს. ქალბატონო ლალი. ჩავდივარ სუპერმარკეტში და ამომაქ ცოტ-ცოტა. ქალბატონო ლალი, ქალბატონო ირმა, აქამდე აი თუ გიფიქრიათ რომ 5 დავამთავრო, ლარი რატო იც გითხრა, ეს უნდა დავამთავრო, იმიტომ რომ ჩემთვის ერთხელ კიდე აი ამ ბავშვების გასა მადლობა უხადეს სულიმად რომ აი საწყლები გათოშილები და მაინც ქართული ხელოვნება უყვარდა ეს გადაგვარჩენს ბავშვებო ჩვენ. აქამდე თუ გიფიქრიათ თქვენ აი ორივეს გეკითხებით აი 5 ლარი წასულიყავით და როგორ უნდა იყიდოთ და როგორ უნდა იარსებოთ 5 ლარით, ირმა? შეუძლებელია ხა 5 ლარით, ერთხელ ვიყიდი რაღაცას, მაგრამ ეს ხომ არ არის სრულყოფილი სადილი. ხა მე 8 ლარით და 60 თეთრით იმდენი ამბავი ვიყიდე და იმდენი ისინი გამოვაძლიერე, რომ დედლაი და მე რა ამბავი გიყიდეო რა არისო და მეოთხე რაღაცა ბევრი მომივიდა და მე შინია მეთქი ჩემი მთავრობა ამასო დაინახავს, არ თქვას რომ რა კარგად ცხოვრობთ და მოდი შევამციროთ ეს 8 ლარით ბევრი. ვაჭრობდით თუ არა? არა. არ ვაჭრობდით, იმიტომ რომ აი როგორც არის ფასი, იმ ფასად ბოლოს ერთი კონა კამა მაჩუქეს. თქვენ გინდათ რომ თქვათ 5 ლარი პენსიონერს ყოფნის დღეში საჭმელად? არ გვინდა რომ თქვათ, არ ვამბობთ მაგრამ. არ ამბობთ? არა, ანუ 5 ლარით ერთხელ რაღაცა კი ვიყიდეთ, მაგრამ არ ვიყიდეთ რძის ნაწარმი, არ ვიყიდეთ ხილი, ხო ოჯახშიც ბავშვია, ეს აუცილებელია. ხო ვიყიდეთ ვინაიდან ეხლა თან მარხვის პერიოდია, ქალბატონი ლალი გააკეთებს სამარხო ბორშს და მე გავაკეთებ სხვა შორის 2-3 თავ რაღაცას. მე სულ ხო, მაგრამ იცი რა, პენსიონერს არავინ არ აჩუქებს ერთ კონა კამას. არა, ნუ ეხა ირმა და აჩუქეს. ტარხუნა რა ღირს მეთქი და უკვე ძვირი იყო, იმიტომ რომ 5 ლარში უნდა ჩავტეულიყავი, პურიც უნდა მიყიდა და თან ავტობუსის პულიც პენსიონერიდან ავტობუსზე ხონდა და აი მაგაშია ქალბატონო ლალი საქმე რომ ამიტომ სულ მქონდა 3.50 კაპიკი, როგორია? და არ მაჩუქა ის ტარხუნა. და არ დაგავიწყდეთ რომ პენსიონერებს უნდათ წამლების ფულიც, ამაზე გადასახადის ფულიც და აქედან გამომდინარე ჩვენ ამ პრობლემას ვაყენებთ რომ 5 ლარი
პენსიონერის. მაგას მგონი არც უნდა დაყენება და ვინ ამბობს რომ საკმარისია. გია, ყველაფერი არის ანგარიშები. ქალბატონ ლალი, ქალბატონო ირმა, მოდით თქვენ რაც შეიძინეთ, მოდით გააკეთეთ იმ პროდუქტებით საჭმელები და ვნახოთ რა გამოგივათ. რა გამოვა? შეუდგეთ ხო? მობძანდით. დავედით. მე აქეთ გონი ხო? თქვენით მე აქეთ, კი ბატონო. დაკ, დავიწყოთ. სანამ ქალბატონები მოამზადებენ სადილს ამასობაში ჩვენი მზარეული, ჩვენი მამაკაცები შემოგვიერთდებიან და ვნახოთ ისინი რა სიტყვიან ამ თემაზე. ნიკოლოზ წულუკიძე, ვახტანგი წეულიშვილი, სამორი ბალდე. მობძანდით, სანამ ჩვენი ქალბატონები სადილს გაამზადებენ, მოდი ჩვენ სტუმრებს ვკითხოთ. ბატონო ვახტანგ, თქვენგან დავიწყებთ. აკეთებთ თუ არა საჭმელებს? ახლა როგეთ რა ყოველდღე ვაკეთებ, მაინც არ დამეჯერება, გაკეთება შემიძლია და იშვიათად, როდესაც ისეთი სტუმარი ვყავს, რომელიც მინდა ვასეულო განსაკუთრებით პატივი მივაგო, მაშინ 1-2 კერძი ვიცი, რომელსაც უმზადებ და ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. გემოთი თუ არა, ყოველ შემთხვევაში ჩემი სურვილით რომ გავმასპინძლე. აი თუ ყოფილა შემთხვევა რომ მეუღლეს უთქვამს რომ ქალბატონ მაიას უთქვამს რომ აი არ შემიძლია საჭმელის გაკეთება და გააკეთე. ეხა მაია როგორ გითხრათ, აბა არ მაკარებს სამზარეულოს, ედო მაია არის მართლა არაჩვეულებრივი მზარეული. რატომ რამე დააშავეთ სამზარეულოში? სამზარეულოში კი არაფერი არ დამეშავე, მაგრამ ეს იგივე არის ეხლა რომ შენზე დაუთმო წასაყვანად ეკრანი, შენზე ძალიან ბევრად რანგის შარლატანს დაახლოებით აფერით. ანუ მე ვარ შარლატანი, შენზე მეტად. არა, შენ არა. ნიკოლოზ, შენამდე მოვალ, შენამდე მოვალ. ბატონო ვახტანგ, ბაზარში თუ დადიხართ? ადრე დავდეოდი ხოლმე, ეხლა დიდი ხანი არ ყოფილა. თქვენ როგორ ფიქრობთ, 5 ლარი არის თუ არა საკმარისი? ეხლა პასუხი კი ვიცი, მაგრამ აი რა როგორ უნდა რისთვის არის საკმარისი? ეხლა რო არ მოგდა შეშვილი საკმარისია. მე საინავეც მე ზუსტად გეტყვი. როდესაც აი ეს ცენტრპოინტის იცით რომ ცნობილი ისტორია და გაჭირვება, როდესაც გვადგაძ გაჭირვება, ეხლა ნელ-ნელად გამოვდივართ აქ და ჩვენი ოჯახის ბიუჯეტი საჭმლის იყო 300 ლარი თვიური. ამ 300 ლარად მე მაია და ნუ ეხლა ყოველდღე არა, მაგრამ ჩვენი შვილები შემოდიოდა და რაღაცა და გავდიოდით. 300 ლარად 2 ადამიანი. და ამიტომაც მე ზუსტად ვიცი, რომ ეს არ არის ფუფუნების, მაგრამ ეს არის სავსებით საკმარისი ოჯახის კვებისათვის ბიუჯეტი. რო გაყოფ ამას ოღონდ და 5 ლარს და 10 ლარს ოვის, ის არაფრისთვის საკმარისი არ არის და რატო? აი რო ყიდულობდა მაია და რომ ამზე ზეც ერთი თვის პროდუქტებს და აი ესე ხორცს და აი ასე ხორცი მაგალითად თელავიდან ჩამოგოდა სადაც უფრო ცოტა იაფისა და მაგრამ დამეთანხმებით რომ საკმარისი არის ცოტა უხერხული, იმიტომ რომ ადამიანს უნდა წამა, უნდა გადასახადების ფული, სამორ შენ მარტო ამზადებ საჭმელებს თუ ვინმესთვისაც ამზადებ? შენ რომ ითქვა რომ ვამზადებ. არა, მე ვიცი რომ ამზადებ. როცა მიწევს ვამზადებ კი. ანუ დიდი რა საჭმელებს აკეთებ ხოლმე? ანუ რეცეპტებს არ მივდევ ხოლმე როგორც წესია. იმისგან რაც არის, ანუ როგორც გავიზარდეთ. ნუ ახლა თაფლი თუ გაგდა თევზი, თევზს და არა, თაფლი წყალთან ერთად უზმოზე და თევზს სხვა რამეს მოუხერხებ, ან სხვანაირად, რა ვიცი. ანუ იგივე პერიოდი გვაქვს მე მგონი უმეტესობას გამოვლილი, ბატონ მობრძანა. ნელი 90-იანები დაარქვით თუ რას გინდა, როდესაც ყოფნი და უნდა ყოფოდა რაღაც 100 ლარი თუ 200 ლარი, 50 თუ 150 თუ რაც იყო. 7 ლარი, პენსია იყო 7 ლარი. ბებიაჩემს კი 7 ლარი ქონდა პენსია, ბაბუაჩემს ომის ვეტერანი თუ 5 ლარი ეკნა. ხო, უფრო მეტი ქონდა და თან რაღაცას კერავდა იქ ბებიაჩემი, დედაჩემი. ნუ რაღაცას ვაკეთებდით და მოკლედ ცხოვრობდით. ხანდახან დღეში ის 5 ლარის არ იყო, ხანდახან მეტი იყო. ამიტომაც მივეჩვიეთ ისე ცხოვრებას, რომ გავაკეთოთ სასაკვები იმისგან, რაც არის იმ დღეს და რაც იყო. ამიტომ სამო, რა მაინტერესებს იცი? გოგო, რომელიც მოგეწონება თუ მოგწონს, აქ
თუ არა შენთვის მნიშვნელობა, როგორი გაკეთება იცის, ყველაფრის სწავლა შეიძლება, როგორც მუსიკალური სმენა არის ძალიან განვითარებადი, ასევე შეიძლება რამდენიმე კარგი კერძის მომზადების და სწავლა ძალიან მარტივად. ეგ პრობლემა არ არის აბსოლუტურად. მოდი ახლა რას გითხულობ, რომ ხალი როგორი გირჩევნეო, ლამაზი იყოს თუ კაი კულინარიო რა. ლამაზი ალბათ, მაგრამ თორემ იქნება. კი, ბევრი მოთქმა იყო იმასედაც მონაპოვარიო. ანუ ნიკა, მოდი წავიდეთ ახლა და ვნახოთ ჩვენი ქალბატონები, შენ ამ საქმეში ხარ საოცრად გამოცდილი ადამიანი. არა ბატონო, მე უკეთებაში ფულს ვიხდიან ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით და ამიტომ სერიოზულად? გადაცემა რომ მიმყავს განაცვალი აბა საზოგადოებრივ საწყისებზე. აინა. არ არის უამრავი რამ. ერთ ხრიქს მიმართავენ ხოლმე გამყიდულები ბაზარში. ცნობილ ადამიანს რო დაინახავენ, უფრო ძვირზე ეგ უგნებიან. ვიცხე ზუსტად ეს სტაფილოები და ისინი სადაც იყო ბოსტნეული და მე ვთხარი ხარ დამიკვეთო და არა მოგიმატე პირიქით. მე კარგი ისტორია, იგება ყველს ყიდულობ და წინ ქალბატონია და უთხრა რომ ვალარ ნახევარი ღირსო ყველიო და მეც გავარახა რომ უნდა გავსინჯო რომ ჯერ ეს ერთი ხო საოცრება გჭირს, აი ესე ეს არის ყველი თქვა და აი არა დიღმის პამიდორი არაჩვეულებრივი აი ერთი პამიდორი 20 პამიდორი იდო 20 цალი პამიდორი იდო და ეს არის დიღმის თქო ირმა თქვი ნამდვილად უთხრა რომ ვალარ ნახევარი ღირსო თუ რაღაცა და მე დავდექი და რო დამინახა ამ კაცმა შენ შემოგელე და შენ გეხუტუნე და ასე და ასე რაღის მეტია შენო დედა 10 ლარად უნდა მოგცე ისე მიყვარხარ და ეს 10 ლარად შემწყვა კი ამიტომ მე ქვეყანას არ დავასახელებ და იმ ქვეყანაში რო დავდიოდი ხოლმე სტუმრად აი ყიდულობდნენ ხოლმე ერთ ცალ პამიდორს გია გეტყვი მითხრა იმ ქალბატონო ხე ვინმე ასე ყიდულობს აი ბოლო დროაო ეხლა მაინც რაც ლარი ესე გაუფასურდა ძალიან ბევრი შემოდის ორი კარტოფილი ამიწონე ერთი პატარა მომცრო პამიდორი მეუნე ბავშვს უნდა გაუკეთო წვნიანი არის ეგეთ შემთხვევაში საქართველოში უკვე ყიდულობენ ცალობით კიტრს და კარტოფილს და ხავს გჯერა და ძალიან მიყვარს და წინ მე ვიცი რომ თქვენ ძალიან კაი კულინარი ვარ კაი მე ძენი ხალი ხარ მე ხელი რო არ შეგიშალო გია ფელამუშთან ამოვავლებ იმებს თუ არ გინდა არა გაჩერდი ეხლა შენ გინდა რომ ისა მოდი აქეთ ქალბატონ ლალისთან მე ისა ვარ კაცო კომისიის ქალბატონო ლალი დიახ გისმენთ თქვენი 5 ლარით რა გააკეთეთ უნდა გამოგიტყდეთ რომ დამავე ტომატე არ მომივიდა კიდევ ხო ანუ თლათ ისეთი გამოვა სხვათა შორის ტომატო სუპი არის დიეტური ნუ დიეტური და გამომივიდა დიეტური ამიტომ არა ტომატს კიდე რაღაცა პატარას ვიყიდიდი უფრო ის მაგრამ გამომვარდა თავიდან მე მინდა რომ სპეციალურად ჩემგან ლალდეი და თქვენ ეს კონტენტ სამახსოვრო და სხვათა შორის ჩვენ მეზობლები ასეც ვიქცევით ხახვი გააკ ორი ცალი მომეცი ქალბატონ ლალი ირმა მოახერხა და თქვენ ვერ მოახერხეთ რომ კიტრი და პამიდორი არა ირმას ძლიერი იყო სამი ლარი და მოახერხა წარმოგიდგენ ეს ირმას ეშხმა ითამაშა მე მგონი ის კეთილი ნუ ახლა ეშხი არც თქვენ არ გაკლიეთ არა ნუ ის ახალგაზრდა მომღერლები უფრო ცნობილები არიან მეც კი გამომეკიდენ და დიდი მადლობა მაგრამ მაინც უშველა ძალიან და ვალარმა უშველა ერთი ყველამ უნდა განსაზღვროს როგორ დაცარიელებული ხაზინაა თუ როგორიც მიიღეს პენსიონერებს შველა ჭირდება იმიტომ რომ ხო არ შეიძლება ვირთხა უკეთეს მდგომარეობაში იყოს შეჭამა წავიდა იმ სარდაფში და დაიძინა ამა რა ქნა შეჭამა არც ტელეფონი კონდეს არც ტელევიზორს გიყურო შენ არაფერი იმიტომ რომ არაფრის ფული არ რჩება წამლის ფული არ რჩება და ჩვენი გადაცემაც ამიტომ მკეთდება რომ ქვეყანას გავაგებინოთ რა მდგომარეობაშია პენსიონერი და საარსებო მინიმუმი რამდენად ყოფნის და ქალბატონ ლალი გააგრძელეთ სანამ მე სტუმარს წარვადგენ მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე მობრძანდი ქალბატონო მადონა რა იყიდება დღეს ქართულ ბაზარზე. ნებისმიერი კვლევა ადასტურებს იმას, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უვარგისი პროდუქტი იყიდება სამომხმარებლო ბაზარზე. სწორად არ არის შენახული პროდუქტი, ანუ არ არის შენახვის პირობები დაცული. ხშირ შემთხვევაში მაღაზიებში საღამოობით დენის ეკონომიის გამო თიშავენ 13 ევრო დანადგარს, რაც ტემპერატურის ცვალებადობა ძალიან სწრაფად აფუჭებს პროდუქტს. შეიძლება პროდუქტი იყოს
ისიანი დავხედოთ ვადას და ის ვადაში ეტეოდეს პროდუქტი, მაგრამ გავხსნათ და ის იყოს საკვებად უარგისი. ასეთ შემთხვევები საკმაოდ ხშირია. მომხმარებელმა როგორ უნდა გაიგოს, ეს კი გასაგებია ზოგიერთი საკვები გემოთი კარგია, მაგრამ არის ვადა გასული. ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ მომხმარებელმა შეიძლება მოწამლული საჭმელი მიიღოს? ძალიან კარგი კითხვა დამისვით ბატონგია და უნდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და თქვენი სტუდიით და უნდა ვთქვა ჩემი გულის ტკივილი როგორც მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის. თუ ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ მარკეტებში და სადაც ბიზნეს ოპერატორია დარეგისტრირებული ამ შემთხვევაში აგებს პასუხს, მაგრამ ამის გარდა არსებობს უდიდესი პრობლემა. ეს არის გარევაჭრობა, რაც არის კანონდარღვევის ფაქტი უკვე და მასზე არის დაწესებული საჯარიმო სანქციები. მოსახლეობას წართმეული აქვს ჯანსაღ პირობებში არსებობის უფლება და რა სიტუაციაშიც არის ქალაქი და მეტროს მიმდებარე ტერიტორიები, ამას ყველა ვხედავთ, მაგრამ როგორ შეიძლება განსაკუთრებულად მალფუჭებადი პროდუქტი, როგორიც არის რძის პროდუქტები, ხორცის პროდუქტი, თევზი იყიდებოდეს პირდაპირ ღია დახლებზე უმაცივროდ, უკეთეს გეტყვით სამწუხაროდ. ყიდულობენ. ეს არის უბედურება, რომ ყიდულობენ. გეტყვით ერთ რამეს. კარგით, იმან გამოიტანა და დადო უმაცივროდ, მაგრამ ადამიანი, რომელიც მიდის და ყიდულობს, იცის, რომ მაცივრის გარეშეა და ეს რატომ ხდება? აი, რატომ ყიდულობს იმ პროდუქტს, რომელიც შეიძლება იყოს? ბატონგია, მაგრამ მე თუ სათანადო განათლება არ რაღაცას ვერ ხვდები, ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო მე არ დამიცვას და ჩემი უფლებები არ დაიცვას. თუ კი სახელმწიფოში აკრძალულია გარევაჭრობის არსებობა, როგორ შეიძლება ევალება გარკვეულ სამსახურებს, რომ აღმოფხრან ეს პრობლემა და მაინც იყიდება. ვაშლი ვიყიდეთ ჩვენ და ერთი წელის განმავლობაში გადავარდა გასქურის უკან და მე დამლაგებელი როდესაც ალაგებდა, რომ გამოწია იქიდან ის ვაშლი არაფერი, ოდნავ დამპალი არ ქონა არაფერი. ჩვეულებრივ ისეთივე საღი მწვანე ვაშლი იყო. ამაზე პასუხისგებლობას იღებს რუსეთის ეროვნული სააგენტო, მან უნდა აკონტროლოს უნებელია თუ არა პროდუქტი. და უნდა ენდოს მომხმარებელი ამ შემთხვევაში, მაგრამ თქვენ რა იცით? აი თქვენ ყიდულობთ, ანუ იგივე მაღაზიაში ყიდულობთ ესეც? გაპრიალებულს და ლამაზ ხილბოსნეულს თუ არა? ვცდილობ რომ მაგრამ მაინც ყიდულობ. უბრალოდ არჩევანიდან გამომდინარე, სხვა გზა არ მაქვს. აი სხვათა შორის ეს არის უცნაური, ჩვენ ბევრი რამე ვიცით ამ ქიმიური საჭმელების შესახებ, მაგრამ მაინც ვყიდულობთ. ერთხელ შემთხვევა მქონდა ქვაფში ქალს ვკითხე რა ღირს მეთქი თევზი სილიოტკას არ ვიცი რა ქვია, სილიოტკა შებოლილი თევზი და მითხრა რომ თქვენო არ იყიდოთო. თქვენო არ იყიდოთო, ვერ გაკადრებთო, ვადაა გასულიო და ეს არის ყველა ოღონდ არ ვიცოდი, მართლა არ ვიცოდი რა უნდა მექნა. დამდგარიყავი იქ და მე თქვა რომ აი არ იყიდოთ ეს გაფუჭებულია, მართლა არ ვიცოდი რა უნდა. ჩვენ ახლა ჩავატაროთ ექსპერიმენტი, სხვათა შორის ძალიან ხანგრძლივი ექსპერიმენტი იქნება. ჩვენ სტუდიაში მოვიყვანეთ 6 თაგვი, აქ ძირითადად თეთრი თაგვები არიან და გადავწყვიტეთ 4 თვიანი ექსპერიმენტი ჩავატაროთ. რაში მდგომარეობს ექსპერიმენტი? 3 თაგვს ვაჭმევთ ქართულ ფხილს და 3 თაგვს ჩაუყრით სოიოს მარცვლებს. ანუ 4 თვის შემდეგ ჩვენ ვნახავთ თუ რა მდგომარეობაში არიან თაგვები. იგივე რეჟიმში გავაგრძელებთ მათ კვებას. ჩვენ პირობას ვიძლევით, რომ თაგვებს სიკვდილი არ ემუქრებათ. ძალიან სიმპათიური თაგვები არიან. მაინც ნუ გაუთანამდები ექსპერიმენტი ჩაატარეს ერთ-ერთმა ექიმმა, აიღო სპეციალური ნებართვა. ერთი 100 წლის ამბავს ვიყვები. ციხეში ბრიტანეთის, დიდი ბრიტანეთის და ჩაატარეთ რა უფრო მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ჩაი თუ ყავა. ერთი პატიმარი გამოუღვეს, რომელსაც ასვოდა ჩაის, მეორეს ყავას. იმ პატიმარმა რომელსაც ასვოდა ყავას 30 წელი იცხოვრა, მეორე 40 წელი იცხოვრა, ექსპერიმენტატორი ადრე მოკვდა. ახლა ვნახოთ სიუჟეტი, ყალბდება თუ არა ევრო სერტიფიკატები. კომპანია პინო უკვე 5 წელია ქართულ მომხმარებელს ნახევარ ფაბრიკატებით ამარაგებს.
მოვბრძანდით აგერ ჩვენი საწარმო ავათვალიეროთ. ცოტა ხნის წინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პინოსა და რამდენიმე ანალოგიური კომპანიის პროდუქტში ლისტერია და სალმონელა აღმოაჩინა. ლისტერია, მონსტრეგონი, სალმონელა ეს ახალ ზოონოზი, ეს არის პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელიც აღიარებული არის საკვირა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანიები ამბობენ, რომ ეს დაბინძურება მათი მიზეზით არ მომხდარა. თქვენც შეხედეთ, რომ ნამდვილად ჩვენი საამქრო რაც არის და აგერ ჩანს ყველაფერი ეს დღეს და გუში არ გამიკეთები ამ საამქროში კეთდებოდა ეს ჩემგან ნამდვილად არ არის დაბინძურებული. კვლევამ, რომელიც პინომ ჩაატარა, აჩვენა, რომ პათოგენური მიკრობები უცხოეთიდან იმპორტირებულ იმ ხორცში აღმოჩნდა, რომელიც მათ ქართულ ბაზარზე შეიძინეს. წავიღე ეს შემოტანილი ხორცი, გასონდა აღარ შემოვიტანე სხვა, გავასინჯე სურსათის სოფლის მეურნეობის ტერიტორიაში. და ერთ-ერთ ხორცში აღმოჩნდა, რომ ეს ჭხირი დაბინძურებული იყო ამ ჭხირით. ამ სერტიფიკატში შავით თეთრზე წერია, რომ ხორცი საკვებად ვარგისია. შემოვაქვს გაყინული ხორცი. სერტიფიკატები აქვს, მაგრამ რამდენად მართალი სერტიფიკატია, როგორ ვიტყვი. არ ვიცი ახლა ეს ხორცი დაბინძურებული რო იყო თუ მასიურად შემოდის, მაგას მე ნამდვილად ვერ გეტყვით. ყალბდება თუ არა ეგრეთ წოდებული საერთაშორისო სერტიფიკატი და როგორ მოხდა ქართულ ბაზარზე დაბინძურებული ხორცი ჯერჯერობით უცნობია. გასაგებია, რომ ეს პროდუქტი არის იმპორტირებული, თუმცა ესე ცალსახად ამის თქვა, რომ მე და მაინც იმპორტიორ ქვეყანაში მოხდა ამ სურსათის დაბინძურება, იქიდან ახლდა ესეთი დარღვევით იქნა იმპორტირებული, ამ ცალსახად განცხადება ძალიან რთული არის. კიდევ ერთი სკანდალი საშაურმეებში ვირის ხორცის შეტანას უკავშირდება. არიან ადამიანები, რომლებიც 100 თუ 200 ოჯახის სარჩენად თერეთის ბოინში კლავენ პირუტყს, აბეჭდირენ ეს უყოლაფერი და მიდიან დააბარებენ, ამით სარჩენ უკმაპურ შეულობენ. მოხდა რა? გაიგეს ეს ამბავი და უკვე კომისარი ხარ? კი. თქვენგან ხორცს ვერ მივიღებთ. რატო? ვირებს აკლავთ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეების შემოწმება უკვე დაასრულა. იქ ვირის ხორცი არ აღმოჩნდა. ამას ინტერესები არსებობს. რეების ვიღაცები, რომელსაც აინტერესებს, შეიძლება მეწარმე იქნება თუ საშუალო მეწარმე დააზარალო, რაღაც მონოპოლია მოიპოვონ, რაღაც გარკვეულ სფეროში. აი ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიცოს. გაირკვა, რომ ხორცი ერთ-ერთ პირს ზოოპარკში შეჰქონდა. ყოველთვის სტარდება ტენდერი, რომელიც ვლინდება გამარჯვებული და შემდეგ სწორედ მას მთელი წლის განმავლობაში შემოაქვს ჩვენი დაწესებულებისათვის სხვადასხვა კატეგორიის ხორცი, მათ შორის სახედრის ხორცის და ცხენის ხორცის. ეს ვაშლი უკვე 4 თვეზე მეტია ტელეჟურნალისტ გურამ როგავას უჯრაში დევს. მას არც ფერი შეუცვლია და არც ლპობა აქვს შეპარული. დაახლოებით 4 თვის წინ ვიყიდე ეს ვაშლი, მე ის მოხდა რომ სამსახურიდან რამდენიმე მივლინებაზე ზედიზედ მომიწია წასვლა და დარჩა შეუჭმელი. როცა მივლინებებიდან დავბრუნდი, აღმოვაჩინე რომ ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ყიდვის დროს. ჯერჯერობით ყოჩაღადაა, როგორც ხედავთ. რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ ვაშლი ყოველგვარი სათანადო შენახვის პირობების გარეშე, თვების მანძილზე არანაირ ცვლილებას არ განიცდის, ამაზე მეცნიერებს საკუთარი მოსაზრება აქვთ. მე ვფიქრობ, რომ დაგრღვეულიყო რეგლამენტი, ანუ დარღვეულიყო ლოდინის პერიოდი. ლოდინის პერიოდი არის ამლობი და მის საკვებად გამოსაყენებლად და სამწუხაროდ მოკრეფის წინ ერთი კვირით ადრეც კი გამოიყენებენ პესტიციდებს და შენახვის პერიოდშიც კი გამოიყენება პესტიციდები. ჩინეთში ცოტა ხნის წინ მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პროდუქტებს, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე არ ფუჭდება, ისეთი სპეციალური მასალით ამუშავებენ, რომელიც სახიფათოა ადამიანის სიცოცხლისათვის. ძირითადად ჩვენთან შემოდის ისეთი პრეპარატები, რომელიც თვითონ იმ ქვეყანაშიც კი არ იყიდება. ჩვენთან მოგეხსენებათ უკვე ეს ლაბორატორიები და ისინი ადრე რაც იყო, თითქმის განადგურდა და არანაირი კონტროლი არ არსებობს. ერთადერთი ჩვენ ნებისმიერი მცენარეულ პროდუქციაში შეგვიძლია გავსინჯოთ, თქვათ, რამდენია აზოტი. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამტკიცებენ, რომ ჯანმრთელობისთვის სახიფათო პროდუქტი ქართულ ბაზარზე არ შემოდის, თუმცა ვაშლი, რომელიც ამ ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანას გვაიძულებს, ისევ ამ უჯრაში ინახება. ეს ექსპერიმენტი ფრანგმა მეცნიერებმა ჩაატარეს. რამდენიმე თვიანი კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ თაგვები, რომლებსაც გენმოდიფიცირებული პროდუქტით კვებავდნენ, სიმსივნით დაავადდნენ. 10-დან 8 თაგვის სიმსივნით დაავადდა. თავდაპირველად სიმსივნე ავთვისებიანი არ იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში 10-დან 8-ს კეთილთვისებიანი წარმონაქმნი კიბოში გადაიზარდა.
გენმოდიფიცირებულ პროდუქტთან დაკავშირებით სამეცნიერო წრეებში სხვადასხვა აზრია. მეცნიერთა აზრი არის ორად გაყოფილი მსოფლიოში. ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს არის პროდუქტი, რომელიც აზიანებს მომხმარებლის ჯანმრთელობას, მეორე ნაწილი თვლის, რომ ეს არის პროდუქტი, რომელიც გადაარჩეს მსოფლიოს შიმშილობისგან. თუმცა ზოგიერთ ქართველ ექიმს მიაჩნია, რომ ბოლო დროს მომრავლებული მძიმე დაავადებები სწორედ გენმოდიფიცირებული საკვების მიღებას უკავშირდება. გახშირებული ალერგიული დაავადებები, განსაკუთრებით ისეთი უმძიმესი დაავადებების მომატება, რიცხვის გაზრდა, როგორიც არის ავტვისებიანი სიმსივნეები, სულაც აუტიზმი. ეს არის მისი მიზეზი, ვთქვათ, იგივე ზოგიერთი დაავადების, ვთქვათ, ენდოკრინული დაავადებების მომატების მიზეზი. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. კანონით ქართულ ბაზარზე გენმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირება სავალდებულოა, თუმცა სუპერმარკეტებში და ბაზრებზე ასეთ ეტიკეტს ვერსად მივაგენით. ალბათ მიღება თქვენ მორჩით ალბათ ყველაფერს დაამთავრეთ, ხო? თითქმის დავამთავრე, აი მწვანილს ახლა ჩემ პატარა სალატს, ასე ვთქვათ, მწვანილებით მოვთავ და ეს არის ყველაფერი მზათა მაქვს. ყველაფერი მზად. ჩვენო თუ მე უნდა სუფრა გავშალოთ, როგორ არის? არა, მე ჩვენ ძალიან დიდ ამბავს. მოდი გიერთვიფასო, ეს არის შეიძლება მოურიოთ, ხო? კი, როგორ არის? შემწვარი კარტოფილი, კამით. ნუ ახლა ვისაც უყვარს, მე მგონი გიждები ბავშვებიდან შემწვარ კარტოფილზე. ეს არის ბრინჯი ხახვით და სტაფილოთი. ეს არის სოკო ხახვით და ქინძით. მოთუშული და ეს არის სუფთა ბრინჯი, ვისაც არ უნდა დაუშვათ სტაფილო მიაყოლოს სოკოს ცარიელი. კი ბატონო, ბრინჯით ცალკე ის. აი, მოკლედ, ნუ აი არ ვიცი, ტაში უნდა დაგიკრათ აუცილებლად. ახლა კი მამაკაცებს დაუთმოთ სამზარეულო და ვნახოთ აკეთებენ ჩვენი სტუმრები. მაშასე დაიწყეთ ახლა მამაკაცებო 3-2. აბა შენი მე შენი შემატკივარიც ვარ და ვიდრე მამაკაცები მოამზადებენ თავიანთ შედევრებს, წარმოგიდგენ სტუმარს, კვების ექსპერტს ნინო თაზიაშვილს. მობრძანდით ქალბატონი ნინო. ქალბატონი ნინო, როგორ უნდა ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული საკვები? ვიზუალურად გენმოდიფიცირებული პროდუქტის ამოცნობა გახლავთ შეუძლებელი. გენმოდიფიცირებულ პროდუქტს აქვს რამდენიმე კარგი თვისება. ის გამოიყურება კარგად, მისი ვიზუალი არის შესანიშნავი, შესანიშნავად უძლებს ტრანსპორტირებას და მისი ვადა არის უფრო დიდი. თუმცა საგემოვნო თვისებები მე ვიტყოდი თითქმის არ აქვს, ნაკლებია და ვიტამინებითაც არ არის გაჯერებული. ერთადერთი მეთოდი, რითაც შეიძლება ამის გარკვევა, ეს არის ლაბორატორიული კვლევა. აი თაგვების სადღაც აი ესეთ დონეზე ვარ ჩვენს აი ამ მდგომარეობაში ვარ ჩვენზე ხება ჩვენ ვარ ამ მდგომარეობაში როგორი მოქმედებს დადებითად თუ არ ყოფს ანუ ჩვენზე დღეს ატარებენ ექსპერიმენტს ასე გამოდის მობრძანდით ერთი წუთით რა მაინტერესებს იცით ეხლა გასაგებია მე დარწმუნებული ვარ შეიძლება ვიზუალით მივხვდეთ აი ეს არის გენმოდიფიცირებული? ერთმნიშვნელოვნად ამის თქმა შეიძლება. შესაძლებელია ეს იყოს სუფთა პროდუქტი, ნატურალური პროდუქტი და გამოიყურებოდეს ზუსტად ასე. მაგრამ დიდი შანსია რომ გენმოდიფიცირებულია. დიდი შანსი. და რა მაინტერესებს, იცით, აი კარტოფილი, აუცილებლად უნდა ვთქვა, კარტოფილზე იმ ჩვენთან შემოდის ძალიან ბევრი კარტოფილი. დიახ, პირველად. აი ახლა სხვა ქვეყნებიდან, ნუ ქვეყნები ზუსტად მართლა არ ვიცი. აი შეხედეთ, ამ ხელა კარტოფილი მე მგონია რომ ჩვენთან არ შემოდის. ისა არ მოდის. წითელი კარტოფილი მოდის? აი ეს რა? ხარამია, ტკბილი. ეს სხვა ხდება როგორც კვახი. კი, ეს სხვა კარტოფილია. ეს არის სხვა. ეს აბსოლუტურად სხვა ჯიში. ეს არის გადასარევი და არ არის ძალიან კარგია და არ არის გენმოდიფიცირებული გეთანხმებით. მე არ მაქვს ნაჭამი, უყო პირველად. გამოგიცხობ, წინდა იწევდივით. საქართველოში უკვე არის 451 დადგენილება ახმება ქალბატონი გადნას, რომელიც ავალდებულებს მეწარმეს ეტიკეტზე მითითებული იყოს არის თუ არა პროდუქტი გენმოდიფიცირებული. ეს არის აუცილებელი, მას აქვს სპეციალური ნიშანი GNM, რომელიც უნდა ეწეროს. ხო, მაგრამ აუცილებლად უნდა ეწეროს. ერთი წუთი თუ შეიძლება აქაც მობრძანდით. ჩვენ გვაქვს აქ ხორცის ორი ნაჭერი. დიახ. ერთია გაყინული ხორცი
მეორეა ნამდვილი. ცნობთ ახლა რომელია ნამდვილი? მე მიჩვეული მაქვს თვალი უბრალოდ. თვალი მიჩვეული. მე თვალი და რა ქნას იმ მყიდველმა რომ არა აქვს თვალი მიჩვეული. წეგან ქალბატონი მადონნა საუბრობდა, ესეც უნდა დაარეგულიროს საქართველოს კანონმა. კანონმდებლობა არეგულირებს ამას, რომ ეტიკეტირება არის აუცილებელი პირობა. აუცილებლად უნდა ვიცოდე მე როგორც მომხმარებელმა, როდესაც შევიძე ხორცს ის გაყინულია თუ არის ნედლი. კარგით, ეხლა ჩვენ სტუდიაში ვიწვევთ ხათუნა პაიჭაძეს, ჩვენ ჟურნალისტს, რომელიც აი ამ ხორცს და პროდუქტებს ხილბოსტნეულს წაიღებს და შეამოწმებს, რამდენად ვარგისიანია ჩვენი პროდუქტი. მოგესალმებით. მოგესალმებით ხათუნა და უკვე იციან ხო რომ მიგვაქვს ეს? კი, რა თქმა უნდა, ლაბორატორიასთან უკვე შეთანხმებული ვართ. ჩვენ ახლა ვაკუუმით შევფუთავთ ამ ყველაფერს, რომ თქვათ არ მოხდეს მისი გზაში დაბინძურება და შედეგებს ვაცნობებთ საზოგადოებას, რა შედეგს მივიღებთ. ანუ რა უნდა შევამოწმოთ? ვარგისიანობა? ხორცს პროდუქტები უნდა შევამოწმოთ ვარგისიანობაზე, დიახ. ანუ ვარგისია ხო არ არის მიკროორგანიზმები შიგნით, ან თქვათ რაიმე ისეთი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია, რაც შეეხება პროდუქტებს, აქ შემოწმდება აი ეს განსაკუთრებით ლამაზი პროდუქტები. მე მაგალითად ახლა ავიღებ ბულგარულ წიწაკას, რომელიც თქვათ კარგად გამოიყურება და კიდევ მწვანე ვაშლს, რომელიც აი მინდა მაყურებელმა დაინახოს, ძალიან ლამაზია. იმიტომ რომ ბანანის მომხმარებელი საქართველოში იზრდება დღითი დღე. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეხლა კი ჩვენ უმრად იმყოფება მრავალშვილიანი ოჯახი, ერთი საოცარი ძალიან ლამაზი ოჯახი. ხატია სიჭინავა, მობძანდით ბავშვებთან ერთად. ხატია. მოდი მე და შენი გოგო ერთად წავიყვანთ გადაცემას. მოდი სანამ ბავშვების კვებაზე გადავიდოდეთ, მაინტერესებს ძალიან რას როგორ იკვებებით თქვენ? აქცევთ თუ არა ყურადღებას, ჯანსაღ ან როგორ არჩევთ ხოლმე საკვებს? ჩვენ ვინაიდან ამდენი პატარა ბავშვი ყავს სახლში, იძულებულები ვართ რომ წუნიანი ყოველდღე უნდა იყოს. ბროკოლი გვიყვარს ძალიან, იმიტომ რომ ბავშვებისთვის სასარგებლოაო, რასაც ვგებულობ რომ ბავშვებს უხდება და კარგია მათი ჯანმრთელობისთვის, ყველაფერს ვყიდულობ. მაგრამ უფრო მეტად წვნიანებზე გვაქვს აქცენტი. ბაზარში ხუდები ხარ? ბაზარში დავდივარ კი. აი მაგალითად კითხულობ ხოლმე რომ ეს ქართულია თუ კი, ვკითხულობ ხოლმე. და სხვათა შორის თვითონ გამყიდველებსაც მე ჩუმად ვეკითხები, რომ რომელი კარტოფილი ჯობია, ქართული თუ ეგვიპტური ვთქვათ. ეგვიპტიდანაც შემოდის, შენ წარმოიდგინე და მაგრამ გარყვნებული ხარ არ გატყუებენ? იცი რა, ხა ესე შეიძლება რა თქმა უნდა რომ მოგატყუოთ, მაგრამ რახან ეგვიპტური რაღაც ყურში სხვანაირად მომხვდა, ვიკითხე რომ აი ეგვიპტური ქართულს ვთქვათ რითი ჯობია. მე რატომღაც ვიფიქრე რომ ალბათ რაღაცით გაჟღენთილი იქნება, ისევ ქართული ჯობია ვიყიდო თქო. მე ურიკით რომ მომყვება ხოლმე ბიჭი რომ ეს დავაწყო ყველაფერი, თურმე რომ შევდივარ ბაზარში, ანუ რომელი კარტოფილის სექციაც ყველაზე მეტად დაცლილია, ის ყოფილა ყველაზე კარგი კარტოფილი, უნდა დავაკვირდე. შენ დადიხარ დახლებში დაცლილ ადგილებს ეძებ ხოლმე. მე ყველაფერს ვაპატიებ, ძალიან მაინტერესებს და უნდა კითხო აუცილებლად. შენ ხარ სულ ფეხმძიმე და ამიტომ ეს კითხვა უნდა დაგისვა. პირველი რაც გავიფიქრე, მე მეგონა რომ ისევ ფეხმძიმეთ იყავი. ხატია, განსაკუთრებით თუ იღებ პროდუქტებს, როცა ფეხმძიმეთ ახარ და ძუძუს თუ აჭმევ ბავშვს. რა თქმა უნდა, იცი როგორი მომენტია, როცა ორსულად ხარ, ყველაფრის ჭამა რა თქმა უნდა არ შეიძლება. მეოთხეზე უბრალოდ იმიტომ არა ვარ ორსულად, რომ არ შეიძლება ჯერჯერობით ძალიან მიყოლებული მყავს ბავშვები, მაგრამ აუცილებლად ვიქნები და მოვალ და მოგიყვები რას ვჭამ შემდეგ ორსულობაში. ხატია, მე ძალიან გოდის გიხდი, უნდა ჩამოვჯდე, იმიტომ რომ შენ ყოფილიყარ გმირი. ესე იგი, ისე დავიღალე. ისე დავიღალე. მინისტრი ჩვენს ოჯახში. ჭამის მინისტრი. დასმა ხო შეიძლება? კი, როგორ არის? შეიძლება. ესე კარგად მომკალათდები. და რა მაინტერესებს, ბაზარში ნაყიდ რძის პროდუქტებს თუ აჭმევ? არა, არ ვაჭმევ ბაზარში ნაყიდს. რატო არ ედობი?
რატომღაც შინაგანი ინტუიციას თუ დავუჯერებ და ხშირად ვუჯერებ, მირჩევნია მაღაზიაში ვიყიდო ეს ასე რძის პროდუქტები ვიდრე ბაზარში. რატომღაც ესე მგონია. არავის არ უთქვამს და არ ურჩევია. მაღაზიისას უფრო ვენდობი ვიდრე მაღაზიისას უფრო ვენდობი, იმიტომ რომ მგონია რომ უფრო შემოწმებულია ვიდრე ბაზრის. ხატია, რაც შეეხება გაზიან სასმელებს. ეხლა მე არ დავასახელებ რამოდენიმე გაზიანი სასმელია, რომელიც ძირითადად ბავშვებს უყვარს. თუ აძლევ ხოლმე ბავშვებს? ეგ ერთადერთია, რასაც ვერ ვკრძალავ ოჯახში, გია, იმიტომ რომ ძალიან უყვართ. თუმცა რაღაც საოცარი რაღაც გავიგე ამას წინათ, აღმოჩნდა რომ მოწამლულზე, აი სწორედ იმ პროდუქციას, რომელსაც შენ ახლა არ ასახელებ, სპეციალურად ასმევენ ბავშვებს, იმიტომ რომ ბაცილებს კლავს. როგორ მენანება? მოდი, ჩვენ ერთად ხო არ წავიდეთ? ერთად გავაკეთოთ ექსპერიმენტი, მაგრამ ვერ გიჭერ, დავიღალებ. მომიყვანე. მოდი, ეხლა ბავშვები გაჩერდებიან მარტო? ძიძებთან ერთად არიან. შეიძლება? კი, ბავშვებს დავემშვიდობოთ, ეხლა მოდი შენ დაბრუნდი, მომეხმარებ ბავშვების გაყვანაში. ვაიმე, ნახე რა საყვარი. როგორ გიხდება, მეშნად გზას ვატარებდი. ხო, ეს ჩემი შვილიშვილების უნდა გავზარდე, იცი? ახლა ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტს, რომელიც გაზიან წყალთან დაკავშირებული იქნება და შემომიტანეთ სტუდიაში ხელსაწყოები და ჩვენ ვაჩვენებთ მაყურებელს თუ რა შეიძლება მოხდეს. მაშ ასე ვიწყებთ ჩვენს ექსპერიმენტს, მე აუცილებლად უნდა ჩავიცვა სპეციალური ფორმა, იმიტომ რომ შეიძლება დავისვარო და სხვათა შორის ცოტა არ იყოს ბრღელა და ეხლა გაჩვენებთ თუ რა ხდება ერთ-ერთი გაზიანი სასმელის თავს, როცა ჩვენ მასში ჩავყრით მენთოსი და სხვათა შორის მეშინია ეხლა რო შევიდე და უცბად რო გავფრინდე აქედან. და გამოდი. არა, მეშინია, მე ესე უნდა ჩავყარო. აპლოდისმენტები. და როგორ შევიდე? ძალიან შემეშინდა. აი ეს არის ერთ-ერთი სასმელი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ და არ ვიცი ეს როგორ მე ვერ შევაფასებ, არ ვიცი. გადაიკიდე ხა შენ მთელი ამ გაზიანი სასმელების ფირმები, ვინც არის შემომტანი. არა, მე მირჩევნია გადავიკიდო, ვიდრე ჩვენ ყველანი დავიხოცოთ. და თან მე არ ვამბობ ეს რომელი სასმელია. ახლა კი ვნახავთ თუ რას აკეთებენ ჩვენი სტუმარი მამაკაცები, რა გააკეთეს ბატონო ვახტანგ. როგორ არის საქმე? შვენივრად. რა გააკეთეთ? ესე იგი, ეს არის ხორცის შემწვარი აჯიკაში. დიახ. პრაქტიკულად მზად არის 10 წუთში იქნება. ეს არის მზად უკვე თევზ შესაძლოა, თევზი იწვევა ბევრად მალე. ამიტომ ერთდროულად რო იყოს მომზადებული, თევზი დამამზადე უკვე. ეს რა თევზია? ორაგული. ორაგული, რომელსაც ჩვენი პენსიონერები ვერ იყიდიან. ჩვენი პენსიონერები ვერ იყიდიან ორაგულს ნამდვილად. ნიკა, შენსგან მოვდივარ. ისე პენსიონერი, თევზს კი არა, ხორცაც ვერ იყიდის და სოკოსაც სხვა შორის. თევზი და სოკო თუ არა გაქვს? ნიკოლოს, თევზი და სოკო თუ არა გაქვს? ქალბატონო ლალი ძვირფასო, მე გასწავლით, მე და სამორმა მოვამზადეთ, ეხლა საზამთროს კანები იწვევა როგორც თევზი. აი, ჩვენ ეხლა ავიღებთ საზამთროს, მე და სამორმა ავიღეთ. დარჩა საზამთროს კანი, ხო? არც მწვანე უნდა დაუტოვოთ, არც წითელი, აი შუაგული თეთრი, რომელიც რჩება ძვირფასო ტელემაყურებლებო. ისინი უნდა დავჭრათ სპეციალურად პურის ფქვილი, ცოტა ფქვილი და მარილი უნდა მოამზადოთ და სასურველი ზომის საზამთროს ნაჭრები უნდა ამოავლოთ და დაბალ ცეცხლზე ცოტაოდენ ცხიმში შევბრაცხოთ. სამარხოთ არის შეუცვლელი
კერძი, ჩემო ძვირფასებო გია მე მინდა რომ დააგემოვნო. აუცილებლად და უთხრათ რა წარმოვიდგინე, იცი? გიკაკუნებ კარებზე და გეუბნები. ნიკა, საზამთროს ნაფცქვენები ხომ არა გაქვთ დროშები? მოგცემ, ნაფცქვენებს არ დაგამატკი, შენგენ. აი აუცილებლად. და თავისივე соуსი აქვს ამას. ეს რა соуსია? ეს соуსი არის პომიდრით, მაიონეზით, ნივრით. ცოტა ბლომად უნდა ამოავლო, ბლომად. გულწრფელად თქვი. გულწრფელად თქვი. ლალდეი და მოდი ეს აფერისტია. იგი შენ ეხა შამის გაკეთო ვიტყვი კაია. აი ეს არის თავისივე соуსში ამოვლებული, გასინჯეთ. მე მსგავსი საჭმელი არ მიჭამია. ძალიან გემრიელია. მართლა არაჩვეულებრივია. ნიკა ხარია. ეუბნება ირმა სოხაძეს. ნიკა, მე ვიცოდი ამისგან ვაკეთებ მურაბას. ასეთი რამე პირველად გავიგე. იცი რა მაინტერესებს რომ მითხრა როგორია. ძალიან ჯერა თქვენი, მაგრამ მე მაინტერესებს. ირმა ხო კარგია, კამერა შენ ძირფას ქალბატონებზე. ნიკა ნუ ჩამიშალე გადაცემა დაჭერ. აპლოდისმენტები. ბრავო. ხატია. აი შენ ობიექტური ხარ აუცილებლად. აი ხატია, ნახე, აი აიღე. შეჭამე რა ძალიან გასინჯე. და ჩაიფიქრე ხატია. ჩაიფიქრე მეოთხე შვილი ბიჭი. უეჭოელი. ცოტა ცხელია, ხო? გადასტარებია. კარგი ყოფილა შენ გემოვნება არა. აი, ნიკა, ბრავო, აი, მართლა. გია, რატო გინდოდა რომ გამოგეყვანა რომ ვითომ უგემური იყო? 4 სახალხო არტისტი და 1 საზოგადო მოღვაწე მეუბნებიან რომ აიდუმლოს. გემოვნებაზე. არ დაობენ კი არა, სულ დაობენ. შემდეგი კერძი რა არის? პიცნა დავაკუცმაცეთ, აი დაანახე სამორძვირფასო ტელემაყურებლებო, შეხედეთ, პიცნა, ცოტაოდენი ლიმონი, ცოტაოდენი წყალი, ჯობია რომ წყლით გააკეთოთ, ვიდრე ქიმიური რაღაცა რო არ ახსენეს ამათმა ის ჩაასხათ და ჯანსაღი საკვები და ვიტამინების ელექსირი მისცეთ თქვენ სახალხო. ნიკა, სამურსაც ვათქმევინოთ. სამარ ეს შენ მოყე, სამურ შენ მოყევი სამორ. ამოჭერი ნესვი, დავჭერი საზამთრო. რამდენიმე გააკეთე. ხო, ამოვავლებ ქვილში და ერთხელ გადმოვატრიალებ. ორჯერ, არ გინახა თავდაბლობა. გია, ამის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? ტარხუნა და მწვანე ხახვი არის შეშინებული, მოწალული არ ვარ გადა, რომ შეშინდება ხახვი ტაფაზე, აი ის უხდება ბრინჯს, 3 კერძი მოვამზადე ჩემი ძვირფასი ქალბატონებისთვის და სამორის დიდი დახმარები. გაიხარე. ეხლა ჩვენ სტუდიაში ვიწვევთ ადამიანს, რომელსაც არც შეშინებული ხახვის გაუგია, არც შემწვარი საზამთრო და სტუდიაში საოცარი ადამიანი სანათა ბალიდან. მობძადით სანათა ბაბო. ძალიან დიდი მადლობა რომ ამ ხელა გზა გამოიარეთ და მოხვედით ჩვენთან. მობძანდით. სანათა ბებოს სტუმრობის მიზეზი გახლავთ ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო დამბალ ხაჭო. სანათა ბაბო, როგორ ამზადებთ დამბალ ხაჭოს? რძისგან ვამზადებ. დიახ. ჯობნებზე ვაკეთებთ. ჯობნებული მერე დაბლა ბოლი უნდა და ზელათ ამ ხაჭოს ვაწყობთ მაღლა ჯობნებზე და ვაშრობთ იქ მერე ჩამოვიღებთ იმას ჩავაწყობთ ქოთნებში. დიახ. და მერე ლბება. რამდენი ხანი ალბობთ ამ ხაჭოს? დაახლოებით 1 თვე უნდა. 1 თვე? 1 თვე უნდა. ვინ გასწავლათ? დედაჩემმა. დედას ვინ ასწავლა? თავის დედამ. და ესე. რამდენი წელია? აი რა ისტორიაა? რამდენი წლის ისტორიაა? 1 საუკუნე. ქართველები უფრო ინტერესდებიან თუ უცხოელი? აი, საზღვარგარეთაც მიაქვს. ანუ ჩვენ ქართველებს, რომელსაც აქვს ესეთი უნიკალური სასარგებლო საჭმელი, უცხოელი უფრო დაინტერესდა ვიდრე ქართველი? ვინც ჭამს მაგას და მიირთმეს და ერთხელ თუ მიირთვა ეს ხაჭო გასინჯა, მერე უკვე უნდა ეს ხაჭო. დამბალ ხაჭოს იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. სანათა ბაბო, თუ შეიძლება რომ წამოვბძანდეთ და მაყურებელს ახლა ვაჩვენოთ თუ როგორ აკეთებთ დამბალ ხაჭოს. კი ბატონო. სანათა ბაბო, აი ეს არის დამბალ ხაჭო. მოდი მე მიკარნახეთ და მე ვიზავ. და
აი ესე ხო? წვრილად. თქვენ ოღონდ მოყევით ეხლა როგორ ცხოვრობთ? როგორ არის თქვენი დილა, როგორ იწყება? ჩემი დილა იწყება, ავდგები, მოვჭელი ძროხებს. რამდენი ძროხა გყავთ? წელს მაგალითად 10 იქნება ალბათ საწველი. 10. 10 ძროხა გყავთ? და ვინ წველის ხოლმე ამ ძროხებს? მე წველი თვითონ. მარტო თქვენ უვლით? კი. რას ამბობთ? რამდენი წელი აი ჩემი ხელები, აი როგორ. რამდენი წელი ბრძანდები? 63-ისა. 63 წელი და 10 ძროხას ყოველდღე წველი? ეხლა რას ვაკეთებ? ეხლა ამას ერბო და ცეცხლი. არ უნდა. ახლა ჩაქურდულა და შემიპარდანო აუცილებლად უნდა გესტუმროთ. მე უკვე დამბალ ხაჭოს გაკეთება ვიცი. ხინკლის გაკეთებასაც ვისწავლი და ძალიან მიხარია რომ თქვენ გაგიცანით. ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. სანამ დამბალ ხაჭო მომზადდება, მე ვიცი რომ თქვენ იცით შესანიშნავი სიმღერა. ცეკვავთ ძალიან კარგად და თუ შეიძლება სანამ მომზადდება ეს კერძი რომ გვიცეკოთ და ჩვენს მაყურებელს აჩვენოთ როგორ ცეკვავთ. დიდი მადლობა. საქართველოს და იმიტომა ქართველი ჩემო მაყურებელო, დაგპირდით და ჩვენ ბევრ ექსპერიმენტებს გაჩვენებთ. ეხლა კი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი ჩვენთან სტუდიაში მოვიყვანეთ ძროხა და მოვწელით ეთერში. შეიცავს თუ არა ნიტრატებს რძე, ამას გავზომავთ აპარატით. მეც მომაწველინეთ თუ შეიძლება. არ მოხვიდი არ დაფრთხილე. მიგ არ გინდა რომ მოწველო? ძროხა მოწველილი. კი, გასო როგორ არა. ყოველდღე წველი ძროხა. ყოველდღე არა, თუ მიმიშევთ განახებთ. მოდით ერთი წუთით. მიდი. ნეტა ამ ძროხას კაცის წველის თუ ხალი? რატო? უდესი ექნება ჯიქანი. არა. თუ არის კაცი ჩვეული კაცის წველას. ხალს არ წეწველინება ზოგი ძროხა. აბა. უნიკალური ხარ. სამორი, მოდი ერთი წუთით მოწველე ძროხა, სამორი. არა, მადლობა. რატო? იყოს ნიკას ხელს არის შეჩვეული უკვე და მე ვეღარ გავეკარებ. სანათებაბო, მოდი ერთი წუთით მეც მომაწველინეთ. ერთგული ძროხაა ეს. დაგეღრიცეთ. აღარ მინდა. ძელება ჩვენი ექსპერიმენტი და ახალი მოწველილი რძე სხვა რაკურსით გია ჯაჯანიძის შოუში. ეს არის სპეციალური მოწყობილობა, რომელსაც ჩავთავთ, ჩაირთო და ჩავდებთ რძეში. აი ამ პატარა წვერს ჩავყოფთ რძეში და თუ ეს რძე არის ეკოლოგიურად სუფთა აპარატი გვაჩვენებს.
მან აანთო მწვანე ნიშნული, ეს იმას ნიშნავს, რომ რძე ეკოლოგიურად სუფთაა. ახლა კი მივალთ და ვნახავ როგორ დამზადდა ხაჭო ერბო. და ეს ახლა უნდა გადმოვიტანოთ თეფშზე? ეს არის დამბალი ხაჭო. და ეს პურთან ერთად დიახ. რაღაც ძალიან სპეციფიური საოცარი სუნი აქვს. აი ეს არის აი ახლა ამას პურით უნდა ვჭამოთ? ნიკა, შენ უნდა გასინჯო. იმიტომ რომ შენ არ აგა გასინჯული. გასინჯული მაქვს და არ მიყვარს გულწრფელად. რატო? იცი რა, აი სპეციფიური მე თიანეთში გავსე. მოდი ამასაც გავსინჯავ, იმიტომ რომ ხო, თიანეთში აკეთებენ მართალი ხარ. ძალიან გემრიელია, მაგრამ ის სპეციფიური გემო აქვს, რომელიც ჩემ გემოვნებათა ჩამონათვალს. დავაგემოვნებ მე. სამორ. რაი. აბა. თუ ჭკვიანად მოიქცევით, დაგიტოვებ და შეჭამებ. ჩვენი ექსპერიმენტები გრძელდება და ეხლა ნახავთ თუ რა შეიძლება იყიდოთ ბაზარში. ხატია, მოდი, სამიშვილის დედა ხარ და ნუ ყოველ შემთხვევაში შენ გაგებული შეიძლება გქონდეს, თან მომეხმარე. როგორი ქათამი შეიძლება ვიყიდოთ ბაზარში? შენ როგორ ყიდულობ ხოლმე? ბაზარში არ ვყიდულობ, ბაზარში წიწილას ვაკვლევინებ ჩემს თვალწინ და ის მომაქალმე სახლში. ბავშვებისთვის. და ქათამს ჩვენთვის ზოგადად ყოველთვის მარკეტში ვყიდულობ. მარკეტში ისე წინ დახედული ყოფილხარ ძალიან. ეს იცი ხო რაც არის? ეს არის ზაფრანა. ზაფრანა, ყვითელი ყვავილი. დიახ. ზაფრანისგან მზადდება. თურმე რას აკეთებენ? ესე იგი, იღებენ ზაფრანას, ოდნავ სվել თეფშზე დაყრიან და აი ამ ზაფრანას მერე უსვავენ ქათამს. მოდი, მომეხმარე. აი, წაუსვი, ესე პირდაპირ დავაყაროთ. და რა შვება ხა ეს? ეხლა რას არ ადამიანი ოდესმე იფიქრებდი, რომ ქათამ შეღება. ღებავენ, რომ ჩანს უფრო მსუქანი, ჩანს უფრო ფერიანი, ვითომ არის ცხიმიანი და რაიმე და გია ვინიცეს მკვდარ ქათმებს კლავენ და იმას გვაჭმევენ და ვითომ სიმიჯზე გაზრდილი და ამ დროს ეს არის მაღაზიის გაყინული ქათამი, რასაც შენ ყიდულობ. აი წარმოიდგინე როგორ ატყუებენ ხალხს. კი არის სწავლოთ ახლა ძვირფასო მაყურებლებო. არა, მე პირიქით მინდა რომ მაყურებელმა ნახოს, რომ არასოდეს არ შეცდეს და არ იყიდოს. ეს ახლა ჩვენ ვერ შევღებეთ კარგად, ალბათ უფრო კარგად ღებავ. ეხლა ნახე რა ხდება, მე გეტყვი შენ. აი ეს ღამე გაუჯდება, ეს სიყვითლე. მერე გადაავლებენ წყალს და სოფლის დედალი ახალი დაკმული. კარგი ესეთი თაკ-თაკა დედალი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ვაგრძელებთ გადაცემას და ჩვენ გვინდა ერთი აქცია შემოგთავაზოთ ამ ბლოკის დასასრულს. აი აქ ხედავთ პოლიეთილენის პარკებს, პოლიეთილენის ბოთლებს. ეს არის ის საგნები, რომელსაც ჩვენ ვიხმართ და მერე ვყრით. მე მინდა გირჩიოთ თქვენ ყველას, რომ აუცილებლად მოიხმარეთ ქაღალდის პარკები. რათა აი ეს ყველაფერი, რასაც ახლა აქ ხედავთ, 1000 წელი ვერ მუშავდება და ჩვენ მიწას ვანაგვიანებთ. ჩვენ ახლა გავდივართ რეკლამაზე და სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად მალე დაგიბრუნდებათ. მუდმივი პრობლემა. გაიხადო ეგ პრობლემა ზამთარშიცაა და ზაფხულში. არა, ნუ ეხლა აგიყირავეთ ეხლა. არა, მე აქ რა სტატუსით ვარ, როგორც ყველაზე მსუქანი? არა. ეს დიეტაზე ვარ, ვერც ვაზროვნებ, ვერც ვლაპარაკობ. აი დიეტები, აი ამ წუთში რა დიეტას ესე იგი, ეხლა მე მინდა რომ მეორე სკანდალის მომწვენი გავხდეთ და ანუ ეკას ეხა რა შეუნებოდი რომ ბოლოს და ბოლოს მიშკა ადგება და მართლაც სექსით უფრო ბევრი კალორიები იწვება თუ ველოსიპედზე? შედან არ მოდიო. არასოდეს. დაახლოებით 9 წელში დავიკელი 28 კილო. და ჩემი ცხოვრების როგორც ქალის ყველაზე ბედნიერი
პერიოდი, აი პირად ურთიერთობებში მქონდა, როდესაც ვიყავი 89 კილო. ჩავატარო ჟურნალისტური გამოძიება. ჩაატარე. კარგი, ჩაატარე და თქვენთან კვირაში მოვალ პირერები აქვს გონი ჩადგმული ინგაია. არა, ხალო მაჭამეც უთხასიათზე ვარ, ან ქმარს ვერ დაელაპარაკები თუ ის ნაჭამი არ არის. მე რო ჭავს, მე უფრო უყვარდები, აშკარად მოგზნაო. ბახო, ანატოლი, თქვენ ახლა მანდ რაღაცას ჩურჩულებდით და ხო არ მოილაპარაკეთ. არა, რაღაცა მოდიეთ სახლში და რა ხდებოდა? არაფერი, თუ გაზეთი მოიტარე, გაზეთი ჭა. ლეთის გუსტავის ბინა ისე გავყიდეთ, ქათამი დავტოვეთ. არ გააკეთა? მე რა ხდებოდა ორსულად ვარ, გია რაღა უნდა ხდებოდა. ყოველ დღეს ორსულად ვარ. ფაქტი არა სათლის შუქზე სადილა. რატომ ეხლა სოფო კარგად მოიტყუება თუ სიმართლეს იტყვის? რატო სოფო? არა. მოდი მოვამზადოთ სალათი, რომელსაც დავარქმევთ გია ჯაჯანიძეს. I'm talking about the here and now, the here, the now. Keep my feet on solid ground. ძალიან გვინდოდა რომ შენი პორტრეტი ყოფილიყო, ამიტომ თავზეც მაქსიმალურად შევეცადე. ეს არის ჩემი ადრეული პერიოდი. ძველი სტილი, ეს არის ახალი. ძალიან კეთილია. სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად დაბრუნდა ეთერში. მუდმივი პრობლემა, მუდმივი დიეტა. რა ვჭამოთ, როგორ გავხდეთ და ჩვენთან სტუდიაში უმშვენიერესი ქალბატონები მოგესალმებით. დამეთანხმებით გაზაფხული მოდის და ყველას პრობლემა გავიხადოთ, როგორ გამოვიყურებით. რო უნდა გაიხადო, ეგ პრობლემა ზამთარშიცაა და ზაფხულში. არა, ნუ ეხლა ზამთარში და ზაფხულში ხო სხვადასხვანაირად გვაწვია. შეიძლება ქალმა წონა დამალოს სუქან ტანსაცმელში თუ როგორ არის? არა, ზამთარში უფრო გეტყობა წონა, რატო? იმიტომ რომ გაცი უფრო შედარებით სქელი მატერია, ხო? და უფრო დიდი ჩანხარ, რაც დიდ ტანსაცმელს ჩაიცმევ, უფრო დიდი ხარ. აგიყირავეთ ეხლა. არა, ვერ ამიყირავებთ, იმიტომ რომ თუ გაგიჟდებით, მეც გავგიჟდები. მოდი ინგა, შენ შეგეკითხები, ხშირად იცავ ხოლმე დიეტას? მე მაქვს ერთი კითხვა შეიძლება, ვიდრე დავიწყებთ ამბობს. მე აქ რა სტატუსით ვარ, როგორც ყველაზე მსუქანი? არა. არა, მითხარი. არა, შენ ხარ სტუმარი, რომელიც შენ სილამაზეს ინარჩუნებს დიეტებით. მე ესე ვფიქრობ. მეტყობა მე ხარა, მე დიეტი. რატომ? არა, დიეტა რა გულისო გააჩნია, ხო? დიეტა არის აუცილებელი, თუ გაძლევს ჯანმრთელობა ამის საშუალებას. აიყვადა რეაქცია, მიუშვით. არა, აუცილებელია დიეტა, მე ვთვლი, რომ ყველა ადამიანისთვის, კაცისთვის, ქალისთვის მით უმეტეს რაღაც გარკვეული ასაკის შემდეგ, თუ ჯანმრთელობა გაძლევს ამის საშუალებას. მაგალითად, ბოლო წლებში ქუჩაში ვიღაც რომ ხდება დიდი ხნის უნახავი, სახეზე ეწერება ხოლმე, რომ რატო გასულკდი და მეზიზღება ვიღაც უცხო დიდი ხნის უნახავი ადამიანის შეხვდა და მე ყველასთან მიწევს ხოლმე იმის ახსნაისით რაღაც წამალზე ვიყავი, რომელმაც ჰორმონმა ეს გამოიწვია და ეს მღლის, ამიტომ არ მიყვარს ეს თემა. ისე მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ნებისმიერი ადამიანის. სინამდვილეში გიყვარს ჭამა? რა ვიცი კი. აი რომ მიუშვა, არა, მართლა ჭამა ვის არ უყვარს კი? რაც მოგინდება ის რო ჭამო. არა, ესეთი გადარეული გურმანი არ ვარ, მაგრამ ნუ ეხლა მე ისეთი რეჟიმით მუშაობ, რომ აუცილებელი არის ნორმალური ყვება. კინა საიძულო გაგიხრელო ერთი. მითხარი? როგორ ვინარს ყველა რომ მეკითხება. ძალიან მიყვარს ჭამა და თითქმის აქ ნაცნობიზის და იცი რომ ძალიან გემრიელად ვაკეთებ. არა, ბევრს არა, მიყვარს გემრიელი ჭამა. ვაცხობ და ვაკეთებ და მე თვითონ მიყვარს რომ ჩემს გამომწყვეტს, მე თვითონ რო ვჭამ. მაგრამ ვაკეთებ ესეთ რაღაცას, კვირაში ერთი დღე მე თავს ხარაკირს ვუკეთებ და ვშიმშილობ. კვირაში ერთხელ იტანჯები. კი, არ ვიტანჯები, სხვადასხვა ძალიან მომწონს და საერთაშორისო ეს არის დიდი ფუფუნება, სულ ვიძახი რომ თუ გაქვს იმის საშუალება რომ ერთი დღე მთლიანად დაუთმო შენ თავს, რომ იყო მშვიდად, იმ დღეს ვარჯიშობ, მე საღამოს რაღაც წევა, ვკითხულობ, რაღაცას უყურებ და ნუ ესე მთელი დღე მძინავს და აი აბსოლუტური დასვენებული ვიღვიძებ მეორე დღეს და ბედნიერი. ქალბატონო მარინა, მე დარწმუნებული ვარ, თქვენ არ აგაქვთ ამდენი დრო, რომ მოიცალოთ და დიეტაზე იყოთ. პირველ რიგში მოგესალმებით, მეორე ვიტყვი ერთს და უმთავრეს. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა და მე ვფიქრობ, რომ მამაკაცების
უმეტესობა ზუსტად ასე ფიქრობს, რომ მშვენიერება, ქალის მშვენიერება არ არის სიგამხდრეში. მე ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. თავისთავად მე იმას არ გამოვრიცხავ გარეგნულ ასპექტს, რა თქმა უნდა, ქალი მშვენიერი უნდა იყოს როგორც შინაგანად, ასე გარეგნულად, თუმცა ძალიან ბევრი ხორცსავსე ქალბატონები უფრო მშვენიერი და ლამაზები არიან, ვიდრე ძალიან გამხდრები. მე ასე მინახავს. რაც შეეხება მე საბედნიეროდ, ეს ალბათ ჩემი გენეტიკის და მშობლების ბრალია პირველ რიგში, რომ არ მჭირდება დიეტა, თორე რომ მჭირდებოდეს, ვიქნებოდი ძალიან უბედური. არასოდეს არ ყოფილ ხარ დიეტაზე? არასოდეს არ ყოფილვარ. სხვათა შორის ერთხელ სტუდენტობის დროს ანუ გეტყვით მე დავამთავრე ქორეოგრაფიული სასწავლებელი და მოგეხსენებათ ძალიან დიდი დატვირთვის შემდეგ პირველი კურსის ბოლოს ეთყობა იგივე დატვირთვა რო არ მქონდა 1-3-4 კილო მოვიმატე. მაგრამ ეს არ იყო მიზეზი. ეს იყო უფრო მიზეზი იმისა, რომ მე გადავწყვიტე, გამომეცადა ჩემი ნებისყოფა, რამდენად შევძლებდი და ერთად-ერთხელ გავაკეთე ერთკვირიანი დიეტა. მაშინ ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. აი მას შემდეგ ნამდვილად არასდროს არ გამიკეთებია. ჩემი დიეტა არის ჩემი მუშაობა. ოღონდ მართლა გულწრფელად და სპორტით თუ ხარ დაკავებული? არა. ზარმაცი ვარ სამწუხაროდ ძალიან. არ მეზარება მარტო ჩემი პროფესია და ჩემი ყველაფერი მეზარება. თქვენ ხართ ძალიან ბედნიერი. ვარ, ნამდვილად, იმიტომ რომ ვიქნებოდი ძალიან უბედური, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ჭამა. მიყვარს ტკბილეულიც, მიყვარს წარეული უფრო მიყვარს. ეკა, დიეტაზე ხარ? მე ხა შევა გამასწოროთ, იმიტომ რომ ისე დიეტაზე ვარ, რომ ვერც ვაზროვნებ, ვერც ვლაპარაკობ და თქვენი ხმები მესმის საიდანაც, როცა ხოიცი სხვა პლანეტიდან და ესე შეიძლება მივეყოდო გრიგოლიას და დავიძინო, იმიტომ რომ ხო, აი დიეტაზე. ჩემთვის მაგალითად შენ ხარ ექსპერტი ამ საკითხში, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ეხები ხოლმე შენს გადაცემაში ამ თემებს. აი დიეტები, აი ამ წუთში რა დიეტას? ესე იგი, ეს არის მოკლედ ერთი კვირა მასწავლა ერთმა ბლოგერმა, ერთი კვირა არის, ვიდრე დაიწყება ეს სწორკვებას. არის ცოცხალი ხილი და ბოსტნეული. დამში. თან ამასთან ერთად დილით დავბიხარ. ძალიან ჯანმრთელ დიეტაზე ყოფილი. ხომ არ მოქმედს ნერვებს, აი ემოციაზე ხომ არ მოქმედს, იმიტომ რომ მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ქალბატონი დიეტაზე არის ხოლმე, სულ ჩხუბობს და არა, იცი რა არის, უბრალოდ აი მე სამწუხაროდ ვარ ის ადამიანი, რომელიც როდესაც ნერვიულობს, უნდა შოკოლადი შეჭამოს ან რაღაცა და ხო, ამიტომ ეს ისეთი მე აუცილებლად ვეტყვი შენს თანამშრომლებს, რომ შოკოლადი კონდეთ. არის შეძლებური, ხო როგორ ჩხუბობს? მე ვფიქრობ ერთი უბრალოდ ქალბატონებისთვის, რომ სწორი კვება და დიეტა ეს მაინც არის ფუფუნება იმ კუთხით, რომ შენ ის რეჟიმი უნდა გქონდეს, ბევრი პრობლემა არ უნდა გქონდეს. სამწუხაროდ ქალბატონების გოგოების უმრავლესობა, რომელიც ძალიან დაძაბულ რეჟიმში მუშაობს, მას შენ უთხრა, რომ სწორად იკვებე, ისე გააკეთე, ხო, მაგრამ აი ქმარს თუ ეპრანჭები შენი დიეტით, ანუ ფორმაში თუ ხარ, აი აქ ამას მნიშვნელობა ოჯახისთვის. იცი რა, შევქარბები, რომ მე ესეთიც მომწოხარ და ასე შემდეგ, მაგრამ ხო, დედაჩემიც ამას მეუბნებ, რომ არ დაიჯერო და მაინც დიეტაზე. არა, მე უფრო მართლა გულწრფელად ვხდები და მინდა გავხდე, იმიტომ რომ ეკრანი არის პლუს 5 კილოგრამი. ხო, მაგრამ დიეტოლოგები იმასაც ამბობენ, რომ სექსის დროს ძალიან დიდი კალორიები იწვება. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იცი თქვენ ყველამ. უბრალოდ შენ გიძინოთ. არ იცი თქმა გინდა ეხა ეკას. არა, ეკასთვის არა, ყველა. არა, თქვი ერთხელ ეკა მახსენა თავის სიცოცხლეში ერთხელ საბედისწეროდ ეს სიტყვა სექსი. აი ყველა გადაცემაში მომისმენია ეს სიტყვა გარდა ყოფერია ეს ერთადერთხელ ახსენა და აუჯანყდა სრულიად ერიდა. ეხა მე მინდა რომ მეორე სკანდალის მომსწრენი გავხდეთ და ანუ ეკას ეხა რასეუნებოდი რომ სექსის და ბოლოს მიშკა ადგება და მართლა სექსის როსო იწებაო ბევრი კალორიები. ეკაც რატო ეუნები თქვა? არა, არ დამაცადე. აი შენ გეკითხები ახლა. სექსით უფრო ბევრი კალორიები იწვება თუ ველოსიპედზე?
ალბათ ორივეთი, რა ვიცი. ყველანაირად შეგიძლია რომ დაწვა კალორიები. სექსი არის აუცილებელი. ექსპერტი. არა, მე თქვენი აზრი არა, სექსი არის აუცილებელი. ხა თუ კი ნორმალური ადამიანები ვარ და თან ჩვენი ასაკის ადამიანები, ხა ტიპობას ვერ დავიწყებ, იმიტომ რომ ვიღაცა მე არ გამაქილიკოს. ზრდასრული ადამიანისთვის სექსიც აუცილებელია, კარგია ველოსიპედიც, ნამდვილი ჯამთელი ყვება არის აუცილებელი და ასე შემდეგ, მაგრამ ეკას რატო კითხეთ ხო? ეგ მაინტერესებდა ყველაზე. მივლის ესე და ვერ არა, ეგას არ რა გინდა ეხლა სკანდალი გინდა ინგა? მაშინ როდესაც ხო, მომისმინეთ, ეხლა მაგას ეცლება ნერვები, შენ ყველა გადაცემაში. საჭმელზე ლაპარაკობ, რაღაცა სექტებზე ლაპარაკობ, რელიგიაზე ლაპარაკობ, მაინც სექსამდე მიყავს და შენზე არავინ არაფერს ამბობს. საწყალმა ყოფილია მე ერთხელ ახსენდა. ინგა, ჩემზე არავინ არაფერს ამბობს? ამბობენ? მართლა ძალიან გამეხარდა. სხვათა შორის ერთი რამეა, ეკა ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო, შენი გადაცემის შემდეგ, როცა შენი ლანძღვა წავიკითხე Facebook-ზე, ისე გამეხარდა. მიხაროდა, ხო? ძალიან მიხაროდა. გავბოროტი ჩემო ეკა, იმიტომ რომ მარტო მე მლანძღავდნენ და შენ იმ კვირაში შემომეხიდე და ეს იყო ძალიან კარგი. ხო და ის ერთი კვირა ხო? ეხა ისე ჩვენთვის დამითმია და მიდი ისე გლანძღვა შენ. ამბობენ რომ ბჭყალებში ბოროტი ქალები ჭამენ და არ ხდებიან. შენ ჭამ და არ ხდები თუ დიეტაზე ხარ? ეს რა თქვა? ბჭყალები დავამატე. კარგი. მე ვჭამ, მაგრამ ბევრს არ ვჭამ. და ვჭამ ყველაფერს ისეთ, რაც არის ძალიან ჯანმრთელი და ვიცი რომ ჩემთვის სასარგებლოა. არა, იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომ ჭამენ და ვერ სუქდებიან. ანუ ის რაღაც ბევრი რო ჭამო გასუქდები? სოლიტერი არ ვყავ. არა, ბევრი რო ჭამო გასუქდები? იცი რა, კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნუ უკვე ასაკი ახლა 20 წლის რო ვიყავი და მახსოვს ნუ ჭამდი, ვთქვათ, პურს ჭამდი, მაგრამ ძალიან დიდი ხანი პურზე ვთქვი უარი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მოდის, ვთქვათ, აი მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მოდის ტვინიდან და არა კუჭიდან. კუჭით არ უნდა იფიქრო, უნდა ტვინით იფიქრო, იმიტომ რომ პურს თუ შევჭამ გავსუქდები, თუ გავსუქდები არ ვიქნები. არ გიჭამია პური, არ ჭამ პურს? შავ პურს ჭამ. ნუ ახლა პური თუ ჭამე და ხორცს არ ვჭამ, რაც ყველაფერი შემწვარია და მოხრაკული არ ვჭამ. დიეტაზე უკეთესი ეს არის ფეხით სიარული, რასაც ვაკეთებ, ნუ ყოველ დღე თითქმის ძალიან ბევრს დავდივარ, შემიძლია მოუვარო მთელ ქალაქს. ნინი, შენთან რა ხდება? ხარ ხოლმე დიეტაზე? დიეტაზე ვიყავი მხოლოდ ერთადერთხელ, ეს იყო 13-14 წლის ასაკში, მაშინ გარდატეხის პერიოდში ვიყავი, როდესაც მოვიმატე და ქრისტინე იმედაძე მასწავლა ბალერინების დიეტა და მხოლოდ 5-6 ასე ვთქვათ, გავქაჩი ამ დიეტაზე ყოფნის და დავიკელე 4 კილო. მას შემდეგ არ ვყოფილვარ არ. ანუ ბევრს ჭამ და არ სუქდები. არა, რო ბევრს ნამდვილად საერთოდ თვითონ ჭამა არ მიყვარს. არა, გურმანი არა. არ ვარ გურმანი, არც ისე მიყვარს ალბათ როგორც სხვებს, მაგრამ რომ ჭამო, ბევრი რომ ჭამო გავსუქდები. ეს იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, ვინც ჭამს და არ სუქდება. აი უკვე ტვინში აქვს ჩადებული კოდი, რომ ბევრს თუ შეჭამს გასუქდება. ამიტომ სულ აკონტროლებს. არა, მე სპორტით ვარ დაკავებული და ანუ თითქმის ყოველდღე თუ არა დღე გამოშვებით ფიტნესში. რა სპორტით ხარ დაკავებული? ფიტნესს ვარჯიშობ და ამ დარბაზში ვარჯიშობ და აქედან გამომდინარე ალბათ ეს მიწყობს ხელს რომ კიდევ სხვათა ძალიან მოდაში შემოვიდა ბოქსი და არასოდეს არ გისინჯია? არასოდეს არ გამისინჯავს, თუმცა მინდოდა რომ მაგრამ რაღაცა არ მივედი და უნდა გავსინჯო, ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ამბობენ რომ კიკბოქსინგი არის ძალიან მაგარი ტანისთვის. კიკბოქსინგი კიდე სხვა რაღაცა და ასე მაგრამ მეორე მხრივ მთელი ცხოვრება რინგია და კიდე ბოქსითაც ცოტა მძიმე იქნებოდა. კრისტის რომ ნამდვილად ტვინით უნდა იკვებო, არა და ეხლა ადვილი სათქმელია, დალი. ეს არის ადვილი. შეგიძლია ჭამო ყველაფერი, ოღონდ ძალიან პატარა დოზებით. მარიამ სანოგო და მაკა შალიკაშვილი, რომლებიც ჭამენ და არ სუქდებიან, არასოდეს არ არიან დიეტაზე. მაკა, როგორ ჭამ ხომ? აი როგორ იკვებები? მოგესალმებით პირველ რიგში და ესე იგი რაც შეეხება ჭამას, მე მაქვს აბსოლუტურად ჭამასთან ძალიან ისეთი დამოკიდებულება, როგორ გითხრა, განსაკუთრებულად ფრთხილი დამოკიდებულება მაქვს საკვებთან. რაღაცა შეიძლება ყველა გაასუქოს, აი ესეთი საკვები ვჭამო, რომ წონაში გიმატებდეს, მაგრამ ფსიქოლოგიურად ისე ვიყო მომართული, რომ მე ეს არ გამასუქებს, ან ისეთ დროს ვჭამო, არა ღამე, მე ღამე არ
არასოდეს არ ვჭამ და არ გავს მართლა არ ანუ ნამცხრები ცომეული არა ნამცხრები ცომეული პურს არც მე არ ვჭამ შავ პურს ვჭამ მაგრამ მე ერთი რამ მინდა თქვა ინგა ზუს აბსოლუტურად არ არის ბედნიერება ის რომ ხარ გამხდარი და ზუსტად რატო არა ხარ ბედნიერი არა გეტყვი ახლა მე ერთ რაღაცას მე რაღაცა პერიოდები მაქვს რომ ძალიან ვიმატებ და მე მგონია ყველაზე გამხდარი ვარ აქ არ ვიცი 55 კილო ვარ და 78 ვარ სიმაღლით მქონდა სპექტაკლის პრემიერა გია არ ვიცი ეს რამდენად შეიძლება მე მინდა გითხრათ ეხლა მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა სპექტაკლი ჯაყოს ხიზნები და მაკა თამაშობს ერთ-ერთ მთავარ როლს და ძალიან კარგი სპექტაკლი იყო და მაკა მე გილოცავ და ძალიან მიხარია რომ ამხელა კარგი მადლობა გილოცავ მთელ შემოქმედების დიდი მადლობა ამ სპექტაკლის მერე გია ერთ-ერთი მაყურებელი შემოდის აი აბსოლუტურად არაფერი არ უთქვავს მაკა ძალიან გამხდარი ხარ და როგორ ახარებს რაღა იმიტომ რომ ეს აი რა ვიცი აბა ანუ ავად ხო ანუ მითხრა რომ ავად ხარ ეს არის აბსოლუტურად არა კორექტული ადამიანისგან, როდესაც ხვდება ადამიანი და გეუბნება, გიწყებს წონაზე საუბარს. მაგა რამდენი ქალი ოცნებობს რომ მასე უთხრა, მაგრამ მე ვიცი რომ შენ შეწუხდი. შევწუხდი კი და ეხლა უნდა დავიწყო. მაგრამ მაკა დაპატიჟეს ახალ ფილმში რეზო ესაძე იღებს და ბატონმა რეზო მუთხრა რომ უნდა მოიმატო. ამ გმირმა უნდა მოიმატოს და აუცილებლად დღეიდან დაიწყე. არა, ეს უბრალოდ კასტინგზე ვიყავი, კონკრეტულ როლზე გამსინჯეს და ბატონმა ნუ ეს დიდი ადამიანია და დიდი რეჟისორი და მე ვიქნები უბედნიერესი ადამიანი თუ ბატონ რეზოსთან მომიხდა მუშაობა, მაგრამ მითხრა რომ შენ აუცილებლად უნდა მოიმატო, იმიტომ რომ შენი აი ეს ლოყები უნდა ფეთქავდესო და ხა. ბატონ რეზოს ეთქობა არ ახსოვდა რომ მე ვარ სებო. შემოთავაზებდა მაგრამ ხა ცოტა ჩემი ლოყები რომ ფეთქავდეს. ბატონ რეზო მეც კარგად ვითამაშებ. თუ რამეა რო აღიქოთ მაკა აი ჩემი ლოყები. როლის ერთადერთი რამე რის გამოც მე შეველევი შეიძლება ითქვას ყველაფერს. ეს არის როლის გამო. აუცილებლად თუ ამიყვანეს ამ როლზე, მე გამხდები და დავიმშვიდობები ამ ჩემ ძლებს. მარიამ ჭამ ბევრს და არ სუქდები. ანუ ცოტა უხეშად არის ნათქვამი რომ არ სუქდები, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ვიმატებ წონაში. მაგრამ იმასთან შედარებით მე რასაც ვჭამ და ამას შემოგობრებით აღნიშნავენ და მე ვარ მომსწრე, ესე იგი, ცეკვან ვარსკვლავების პერიოდში მაკდონალდს მოიტანდა და ჩვენა ეს საწყლად უყურებდით და ეს ჭამდა. კი. ნუ და რამდენი შეგიძლია მაკდონალდსი რო ჭამო? ბევრი. ბევრი. და აი მაინტერესებს, აი რამდენს შეჭამ? ერთი ორი ბურგერი პლუს ნაყინი პლუს ღვეზელი მე და ფრი აუცილებლად. მე შეიძლება კიდე საზღვარგარში შევია. აი ხა ორ ბურგერს და კიდე ნაყის მეც ვჭამ და იმას. აი ეს ღვეზელი მიყვარს ალუბლებია. იცი რა მაინტერესებს, ოღონდ მართლა გეუბნები. ჩემ პერიოდში აი მაგალითად 19 წლის არის ეგეც ჩემ პერიოდში რევოლუციის დროს გითხრათ არა არც ისე დიდი ვარ პირველი ჩემი ინგა აი ესეთი გამხდარი გოგო აუცილებლად კითხავდნენ რამე ჭის ოღონდ მართლა ერთხელ ბებიაჩემს უთხრა ეს რომ გამხდარ ხარო და მთელი ღამე არ ეძინა ინერვიულა ნეტა რამე ხო არ მჭირსო არის ხოლმე ესეთი სოფელში აი სოფლებში არ უყვართ ესეთი გამხდარი გოგოები აგია არავინ აი ჩემი დაიყო ფერხორციანი გოგო და სულ თხოვნელები იქით რაღაცა ესე ხო შენთან არ მოდიო არასოდეს მაგრამ ერთი რამეა მე მინდა გითხრათ რომ სილამაზის და თუ სხეულის კრიტერიუმები ზომები იცვლება და ისევ ფერხორციანი ქალები შემოდიან მოდაში. დიეტა თავისი იმ გაგებით, რაც ჩვენ მგონია დიეტა, რომ მე თავის დროზე მაქვს, თავის დროზე ნაკლებული მაქვს, პირველ არხზე რო დავიწყე ჩემი საავტორო გადაცემა, ერთ დაახლოებით 9 წელში დავიკელი 28 კილო. და მზეზე რო გადავედი იმ პერიოდში და ანუ არც მაშინ არ ყოფილა ეს რაღაცა კვლელი დიეტა. ანუ ეხლა გოგოები რო ერთი არის, როცა შენ საღამოს შეგიძლია მიწვე და არ ჭამო 6-ის მერე, მაგრამ აი როცა რეაქციას დაამთავრებ, საგიჟეთი როცა გაქვს და მთელი შენი დამუხტული ენერგიით რომ მიდიხარ სახში, მთელი დღის უჭმელური
შეუძლებელია რომ არ გამოაღო მაცივარი და იცი რა მე ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე სამწუხაროდ ძირითადად მიწევს გამეჭამა, იმიტომ რომ დღის განმავლობაში ვიდრე ეთერისთვის ვემზადები, ვიდრე ვმუშაობ, უბრალოდ არ მახსენდება რომ უნდა ვჭამო და აი სახში რომ მიდიხარ სადღაც პირველის მერე, ნუ აი ძალიან უნდა ძალიან მაგარი უნდა იყო რომ მაცივარი არ გააღო. სამწუხაროდ მე არ ვარ ესეთი მაგარი, იმიტომ რომ მეორე დღეს ვიღვიძებ და ასევე ენერგია მჭირდება და ნუ მოკლედ მე სამწუხაროდ ვამბობ, იმიტომ რომ ხო, კარგი იქნებოდა რომ ამის კონტროლი, მაგრამ ერთს გეტყვი, ადრე ვთქვი სადღაც არ მახსოვს და სრულიად სენტიმენტების გარეშე ჩემი ცხოვრების როგორც ქალის ყველაზე ბედნიერი პერიოდი აი პირად ურთიერთობებში მქონდა, როდესაც ვიყავი 89 კილო, ოღონდ მართლა. და ეს საერთოდ არ მიშლიდა ხელს იმაში, რომ ვაიმე ეხლა რაღაცა კაბა არ მიხდება, ან შარო, აი ყველაზე ბედნიერი პერიოდი როგორც ქალს და ეს იყო ბევრი წელი. მქონდა აი იმ პერიოდში, ანუ ყველაზე კარგია მე გეტყვით ეს. არა, წონა არ მაწუხებდა უბრალოდ აი ის რომ ვაიმე ეხლა არ უნდა ჩატოთ არაფერი. მე მაგალითად ეგეთი არა, ეს არასერიოზული მიდგომა მგონია საქმის მიმართ. არა, ჩემთვის საქმე შე როგორც ვქვი რომ როლი არის ისეთი თემა, რომლის გამოც მე მზადვარ რომ წონაში მოვიმატო. ჩემი საქმისთვის საჭირო ენერგიის გამო მე ჩემ თავს ნამდვილად არ გაუკეთებ იმას რომ მაცივარი უბრალოდ წყლით გამოვავსო მხოლოდ, მაგრამ მე იმის თქმა მინდა რომ შიგნიდან წყობას გააჩნია რა. შე როცა ხარ 18 წლის, როცა ხარ 19 წლის, რასაკვირველია ძალიან გინდა და იკლავ თავს და აკეთებ ყველაფერს. როცა წლები გადის, ხო, მე შეიძლება მე აღმოვაჩინე რომ თასო ვიკლავს თურმე აი მასში არა ეხლა და ეხლა აღმოჩენას აკეთებ შენი წლების განმავლობაში რომ ყველაზე კარგად ცხოვრობდი როგორც ქალი, როცა ძალიან დიდი წონა მქონდა შესაბამისად ხო ქართულ კაცებს გამხდარი ქალები მე რომ ვიყო კაცი მომეწონებოდა ძალიან თხელი გოგოები მე არ მივეკუთვნები იმ რო ვარ ეხლაც მომწონს ძალიან გამხდარი. მე შენაირი გოგოები მომწონს. არ მინდა ეხლა ეს. ანუ მე არც ეხლა არ მომწონს, ოდნავ ხორციც კი, ან ძალიან მომწონს, რაც უფრო სიფრიფანა და თხელია ქალი და ალბათ კაცი რო ყოფილიყავი, არ მომწონს არც დიდმკერდიანი ქალები, მომწონს ძალიან სიფრიფანა, აი კანი რო არის და ეს კანიც კი გამჭვირვალე როა და ალბათ კაცი რო ყოფილიყავი, მაშინაც რაღაცა ასაკს უკვე ძალიან სიგამხდარი არ უხდება. 40 წლის მერე მე ბებია მყავდა რუსი და ყოველთვის ესეთ რჩევას მაძლევდა, რომ 5 კილოგრამი для свежести როგორ არის. ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ მე მყავს ჩემზე 3 წლის დიდი და რომელიც არის ძალიან თხელი და რომელიც 1 კილოგრამის მომატების პარალელურად იწყებს მასაჟებს, ვარჯიშებს და ნუ მოკლედ თავის თავს უვლის და ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა უკითხავთ, რომ შენი შვილია? იმიტომ რომ ის არის ძალიან თხელი, დაბალი და ამ დროს ასაკით არის ჩემზე დიდი. ხო? აი ვერ ვიტან მე მე არ შემიძლია რაღაცა, იმიტომ რომ იმდენად გურმანი ვარ, იმდენად მიყვარს გემრიელი ჭამა და ყველა ადამიანი ვისაც ჭამა უყვარს, აი ვგიჟდები ყველასთან ერთად. ანუ შენ ფორმას არ ინარჩუნებ, თავისთავად ხდება ეს ყველაფერი. მითი რომ უბრალოდ მე რაში დავწმუნდი, რომ როგორც კი დოზას ვიმატებ ჭამის, ეს ეგრევე ვიმატებ. აი როგორც კი დოზა მაქვს რაღაცა შერჩეული, რომ აი ამაზე მეტი, აი მაგალითად ერთ ნამცხვარს ვგიჟდებს, აი ერთი ნაჭერი ნამცხვარს თუ შევჭამ, არ გავსუქდები, ზუსტად ვიცი. იმიტომ რომ მეორე დღეს წავალ, იმ დღეს ვირბენ, სპორტითაც ვცდილობ, რომ აი კვირაში 3-ჯერ მაინც ვივარჯიშო. რაღაცა შემეცოდეთ, რომ ეს დიეტები რო იტანჯებით რა. არა, არ ვიტანჯავ თავს. არ ვიტანჯავ. პარალელურად მეთქი ყველაზე დიდი დოზით ხო ყველაზე კარგი პერიოდი როგორც ქალს მეთქი მქონდა. არა, რა ამაში საწოდა ეს არის აი აქედან რა აი ხა მოდი გულწრფელად გეტყვი რა სულ არ მიყვარს რაღაც სატელევიზიო ისინი რაღაც ტყუილები რომ იმიტომ რომ ვიკეკლუცო ეთერში ამას გეუბნები პირდაპირ. რასაკვირველია ალბათ ძალიან დიდი ბედნიერება, როდესაც შენი ფორმები ძალიან მოგწონს და ყველაფერი შეგილია რაც მოგწონს ჩაიცო აი მარიამი რო ადგება ეხა და რო ჩაიცო. ეს ალბათ არის ძალიან მე სამწუხაროდ არ მქონია ესეთი წონა არასოდეს რომ არც ერთ ეტაპზე ჩემი ცხოვრების არც ბავშვობაში რომ ჩამეხედა რაღაც მომწონებოდა და მე კიდე ჩამეცვა, იმიტომ რომ ყოველთვის მქონდა წონის პრობლემა, მაგრამ ეს პრობლემა არ მოქმედებს თქო შენს პირად ცხოვრებაზე როგორც ქალის, ამას ვამბობ. სამაგიეროდ შენი სამსახურის რეჟიმი მოქმედებს აუცილებლად შენს წონაზე. გააჩნია პროფესიასაც. აი ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მე როცა ვარ ძალიან დაკავებული, ინტენსიურად, ყოველდღე რეპეტიცია, ყოველდღე სპექტაკლი, რამდენიც არ უნდა
მივირთვა, ვიკვებო, მე უფრო გამხდარი ვარ. ძალიან ბევრი მსახიობია, რომელიც იტანჯება. მე ფიზიკურადაც ხარჯავ. მაგრამ ძალიან ბევრი ჭარბტონიანი ქალბატონი ყავს და ფიზიკურად ენერგია. ამიტომ ჭამიც ვერ გაივლი რეპეტიცია. არა, სპექტაკლის წინ არ ჭამ სპექტაკლის მერე ღამე თქვა არის მამინდა. ხო, ნუ გააჩნია ხა ყველა სხვადასხვანაირად. ბოდიში ნინი. ცოტა დამეჩაგრე ნინი არაუშავს ეს ყდემა შენს წონასთან ერთად. შენი თავისთვის უფრო დიეტობ თუ იმიტომ რომ მოეწონ? პირველ რიგში, როდესაც ჩემი თავი მე თვითონ მომწონს, დარწმუნებული ვარ რომ მოვეწონები სხვას. აქედან გამომდინარე ჩემი თავისთვის პირველ რიგში ვარ კარგ ფორმაში, ვარჯიშობ თუ არ დიეტობ, მართლა არ დიეტობ. უბრალოდ ვისწავლე სწორი კვება. ვიცი რომ მაგალითად არ უნდა ჭამო პური და კარტოფილი ერთად, არ უნდა ჭამო ხორცი და პური ერთად, ხორცი და პომიდორი. ხო, ნუ აი ბევრი რაღაცა შეიძლება, ანუ ეს უნდა ისწავლო სწორად რა უნდა დილას რო გაიყვიზებ გერკულესი უნდა ჭამო პირველ რიგში და ნახშირწყალი უნდა მიიღო და არა ცილა. აი ეს რაღაცები ვისწავლე და სწორად ვიკვებები და პირველ რიგში მაინც დაუბრუნდები იმ შეკითხვას, ჩემი თავისთვის შრომობ, რომ მე რომ მომეწონება ჩემი თავი, შემდეგ უკვე დარწმუნებული ვარ რომ მოვწონვარ სხვას. თუმცა მეც მაკრიტიკებდნენ, აი მაგალითად ბავშვი რო გავაჩინე, ყველა მეუბნებოდა, ეხლა ბევრად გამხდარი ვარ, ვიდრე ვიყავი ორსულობამდე, მაგრამ ესე მოხდა რაღაცა ფიზიოლოგიურად გავხდი, ასე მე არ მიშრომი ამისთვის ბევრი. მაგრამ ჩემი ცოტა ხორცი უხდება ქალს მაინც. მეც მოწონს ხორციანი ქალები. ყველასთან პლასტიკური ოპერაციები მიმართავდით თუ არა? მოვიჭრიდი ვთქვათ რაღაცა. შენ რაღაცა უნდა მოიჭრა. რო ვიყო მაგალითად. მე ყოველთვის უსახომ. ხვირის თუ მოვიჭრიდია. მქონდეს დეფექტი ან რაღაცა რომ აწუხებდეს ძალიან და არ მომწონდეს, აუცილებლად მიმართავდი, ოღონდ ზომიერად უნდა იცოდე და რაღაცა უკვე ზომიერება ყველაფერში არის. ალბათ მარინა, მიმართავდით თუ არა? იცი რა გააჩნია რა, არის რაღაცა სხეულზე ორგანოები, რისაც მეშინია და ვერ გავიკეთებდი დაუშვათ. არ მინდა ისე და არის რაღაც რაც რატომაც არა. რატო არა თუ გააქვს სურვილი და შესაძლებლობა რატომაც არ უნდა გაიკეთოს ქალს. მე სიამოვნები დავიძინებდი და ოპერაციის მერე ვიქნებოდი რომ იყოს ამის შესაძლებლობა ნახევარი, მაგრამ მე 45 წლის გავხდები მომავალ წელს და გადაწყვეტილი მაქვს რომ უნდა გავიკეთო ყოველ შემთხვევაში სახის პლასტიკური ოპერაცია, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ეს ნამდვილად არის უკვე ის. ჯაჭვიდესთან არ წახვიდე და მოდი ჩემთან გადაწყე. რატო ესეთი მნიშვნელოვანია? იგა, მე ვაპირებ, შენ თავს გაუკეთო, როცა 45 წლის გავხდები, იმიტომ ამბობ ხოლმე ყოველთვის თამამად შენს ასაკს, იმიტომ რომ იცი კარგად გამოიყურები და აი ესე არა, რატო უნდა დავმალო მე მყავს 25 წლის შვილი, რომელიც 26 წლის გახდება და ეხა როგორ უნდა დავმალო ძალიან რომ მომინდეს ჩემს ასაკს და საერთოდ არ მიმაჩნია თან ტრაგიკულად, რომ ეხლა ხანს გავხდი 44 წლის, კიდევ ბევრი 44 წელი მინდა. ეკა, გაიკეთებდი? არა, არ გავიკეთებდი. ჯერ ეს ერთი რაღაცად მეშინია. ნუ აი მართლა მიფიქრია რაღაცების გაკეთება, მაგრამ ნუ აი ხო არ არის ჩემი, როგორც გრიგოლიამ რო თქვა, ერთი სექსი რო ახსენე შენ გადაცემაში და გადაგიყოლეს და არ არის ჩემი, ასევე მივხვდი რომ აი ოპერაცია და ეს ჩარევები არ არის ჩემი. ნუ მე მინდა ყოველთვის ვეცდები რომ ამიტომ ვწევი ეხა და ვარჯიშობ და რაღაცა ვეცდები რომ რაღაცა ბუნებრივად ანუ გირჩევნია ფილეები აწონო ქათმის ვიდრე დაუშვათ. არა მწონი, არა. ჩემთვის მართლა აი არ მეც არ ვამბობ ამას ტელევიზიისთვის. ნომერ 1 სტიმული ეს არის ნიკოლა და იკა. იმიტომ რომ ერთი არის 5 წლის, მეორე 3 წლის, ბიჭები არიან და აი რაღაცა ცოტა ისე რომ შენიშნავენ, ვა დედა შენ რა მაგარი გოგო ხარ, ხო და ნუ მე ხა ვარ 42 წლის, ის არის 3 და 5 წლის. შენ ხარ რამდენი უნდა გავქაჩო რომ სულ მეძახო რა მაგარი გოგო ხარ და ამიტომ ამაზე მაგარი სტიმული რომ ამ ორ პატარა მაგარ ბიჭს მოვეწონო, ჩემთვის არ არსებობს. ეკა შენ მაგარი გოგო ხარ. მაგა არავინ არ შემოგიბრუნა, ველოდებოდი რომ ვინმე შემოგიბრუნებდა. აი თუ გაიკეთებდითო პლასტიკურსო და შენ რო ბაბუა ჩემი სასაკის ხარ გაკეთებული გაქვს რა მე პლასტიკური. ოღონდ ხავი გულწრფელი ხო ჩვენ აქ რო ვიყოთ გულწრფელი. ინგა ექსპერიმენტებისთვის მაგ რაღაცეები გაკეთებული. პლასტიკური. არა, პლასტიკური არა მაგ გაკეთებული. მაგრამ ახალგაზრდობის რაღაც ნიღაბი, ჩემო შვილიშვილო. მაგრამ ერთ რამეს გეტყვი.
მე მშველის თუ გამოვიყურები ცოტა ახალგაზრდულად მე მშველის ის რომ მე ვარ კეთილი და არა ვარ აგრესიული. აქედან გამომდინარე ადამიანი ოღონდ გულწრფელად გეუბნებით რომ გინდა გამხდარი იყოს ქალი, გინდა მსუქანი. მსუქან ქალსაც დაუყრია შავი დღე კაცისთვის, გამხდარსაც და მე ვეთანხმები ქალბატონ მარინას, საიდანაც დავიწყეთ ეს ბლოკი, რომ შიგნით თუ ვართ შვიდები, შიგნით თუ ვართ აბსოლუტურად გეთანხმები. ეთილები, მე შინაგანი განწყობა აბსოლუტურად გამოგივიდა და ნიშნულობა არა. გრძელოსავით გამოგივიდა და თან გადაიტანე. ანუ ამბობ რომ პლასტიკური არაფერი არ გაგაკეთე. მე პლასტიკური ჩავატარო ჟურნალისტური გამოძიება. ჩაატარე. კარგი, ჩაატარე და თქვენთან კვირაში მოვალ ერთ პირერები აქვს გონი ჩადგმული ინგაია. არა. მართლა არა მაქვს პლასტიკური ოპერაცია, ოღონდ ერთი რამე მე თუ შემოვრჩი ტელეეთერს აუცილებლად გავიკეთებ და თუ არ შემოვრჩი, ეხლა სადღაც მე სოფელში ვაპირებ ცხოვრებას, იქ ახლა პლასტიკური ოპერაციით და რაღაცა ფორმაში რა მნიშვნელობა? რატო შენ მაგით რა გინდა თქვა რომ სოფელში ადამიანები არ უვლიან? არა. მე იცი რამდენი ადამიანი ვიცი, ვინც სოფლებში ცხოვრობს და ძალიან უვლიან საკუთარ თავს? კი, მაგრამ ინგა სოფელში მე უნდა დავბარო, დავთოხნო და მზის გულზე გადატკეცილი სახით ვიქნები თუ დანაოჭებული, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე კი ვფიქრობ, რომ აქვს მნიშვნელობა. და იყო კარგად. შეიძლება კიტრის საფენები დაიდო და აი ესე გამოიყურებოდე და შეიძლება ბევრი შანელი წაითხიპნო და მაინც არ ვარგოდე რა. მე დაგპატიშებ. არა, იგა, ძალიან მიყვარს, როცა გეხუბრები ხოლმე ასაკზე. მე კიდე ძალიან მიყვარს შენთან პოლემიკა და ამიტომ შემილია რომ ბოლომდე მოყვე ამ პოლემიკას. ერთხელ აუცილებლად უნდა მოგიწვიო ტეტ-ა-ტეტზე. სამწუხაროდ რო აღარ აგვაქვს თუ არა თქვენთან საუბარს რაჯობია, გემშვიდობებით ძალიან მიყვარხარ. ჩვენ დავბრუნდით ხვარაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად. ამბობენ რომ გულზე გამავალი გზა კუჭზე გადისო და ეს ეხებათ კაცებს. და ეხლა ჩვენ სტუმრებთან ერთად გავარკვევთ. ეს მართალია თუ არა? მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მოხვედით და მოდი დავიწყოთ. კაცის გულისკენ მიმავალი გზა ნაწილობრივ კუჭზე გადის. ნაწილობრივ? აი როგორ? ნუ სადღაც 1-10% შემადგენელი ნაწილის არის. შია, ჩქარა, გამიკეთე საჭმელი. ყოფილა ეს? არის ასეთი კატეგორია. არა, კატეგორია არა, ამ შემთხვევაში დათოზე გეკითხე. არ არის დათო ესეთი. არა. მე გეტყვი რომ არ გადის ეს გზა კუჭიდან გულის მიმართულებით. გეტყვი რატომ? იმიტომ რომ სოფო რო შემიყვარდა, მაშინ არც ვიცოდი როგორ აკეთებდა კერძებს რა შესაბამისად. ჩემთვის რა თქმა უნდა ვფიქრობდი რომ კარგი იქნება თუ ეს ესე არის, მაგრამ იმიტომ არ შემყარებია. არა, ხო ვიცოდი რომ მეუღლე საჭმელი უნდა გაეკეთებინა. იცი რა, უკვე 21 საუკუნეში თუ 21-ში შემიყვარდი თუ მე-20 მეწორული იყო. ხო არა, მე-20 მეწორულს კი ეს სტერეოტიპი არსებობდა, მაგრამ დღესდღეობით სამწუხაროდ ალბათ მანდილოსნებისგან უკვე აღარ ელოდებიან მამაკაცები რომ აუცილებლად ძალიან მაგარი მზარეული უნდა იყოს. ასე რომ ჩემთვის რა თქმა უნდა კარგი შემადგენელი ნაწილია ის რომ სოფო ფანტასტიკური კულინარია, მაგრამ ბოლო წლებია, ესე იგი, არ მანებიურებს მე. ხო, მაპატია, ვერ მანებიურებს თავისი შესაძლებლობებით, მაგრამ ამიტომ ნაკლებად არ მეყვარს. დათო, შენ თუ გიყვარს საჭმელების გაკეთება? არა. არა? არა, ნუ მაქსიმუმ წვადი შევწვა, გოზინაყი გავაკეთო. სალომე ჩემო ოჯახში სიყვარულზე არა, მაგრამ დათბობაზე, რაღაც ემოციის მეტად გამოხატვაში ეხმარება ჩემო უღლეს. კარგი საჭმელი რო ხდება ეგრე. რატომღაც ყოველთვის არის ხოლმე აი ქართველი მამაკაცი, ქალო მაჭამეც უთხასიათევარ ან ქმარს ვერ დაელაპარაკები თუ ის ნაჭამი არ არის, აი ესეთი ხდება ხოლმე და თქვენთან როგორ არის? არა, ნუ ეხა ეს მკაცრად არ ხდება რომ აჭამე გინდა თუ არა და იქ ცემატყება, მაგის გამო არ ხდება, მაგრამ ნუ თუ მოდი სამსახურიდან დაღლილი და მე ფეხ-ფეხ გადადებული ზურა სხვა საქმიდან დაკავებული და არ ვუვლი, ნუ ამას შეიძლება მოყვეს.
უნდა გამოვიღო მაცივრიდან გაუწყო სუფრა თუ რო ვახო რომ მოდის ჩვენ ძალიან რაღაც კულტურული ოჯახი ვართ ამ მხრივ იმიტომ ვახო რომ მოდის სამსახურიდან ვახოს ვახვედრებ გაწყობილ სუფრას როგორც თვითონ მოწონს ძალიან ესე ლამაზად და მე რო ჭავს მე უფრო უყვარდები აშკარად მოგზნო ვახო უფრო გიყვარდება რა თქმა უნდა რა თქმა უნდა გადის თუ ფუნქციების გაყოფის საკითხი არის ეგ ყველაფერი რა როდესაც აი კაცი ქვეცნობიერად გზნობს თავის თავს აი პური შემომტანად მოგვეც პური დღეს ჩვენი არსობისა ხო აი ისტორიულად ესე არის აი ამ ფუნქციას ასრულებს კაცი და ეხა პური რო შემოვა კაცს და თან კიდე თვითონ შეერია ეს არ გამოვა ეს. ანუ განაწილებული გვაქვს ფუნქციები, პური შემოვა გვახოს და მე ვამზად, მე ვჭრი პურს. გასაგებია. მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ გადის, თავარი არ არის, ჭამა და კუჭი არ არის გულისკენ მიმავალი გზა. ეგ უფრო აი ოჯახურ პირობებში კი თავიდან როცა დადიხარ, აი შეყვარულ, აი როცა გიყვარდება, ამას ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ანატოლი, თქვენ ახლა მანდ რაღაცას ჩურჩულებდით და ხო არ მოილაპარაკეთ? არა, რაღაცას ისე ჩურჩულებდით და თეა მოილაპარაკეთ რამე? როგორ არის თქვენთან ოჯახში? ჩვენ მაგასთან დაკავშირებით ბევრი ისტორია გვაქვს, იმიტომ რომ მე რო თეა მოვიყვანეთ ცოლად, ანუ საერთოდ სამზარეულო სად იყო თავის სახში არ იცოდა. მართლა? კი, ძალიან. მე ხლა 5 წლის მერე ძალიან მაგარი დიასახლისია და ძალიან მაგარ კერძებს ამზადებს. ასწავლეთ, მიანიშნეთ თუ არა, თვითონ თავის სურვილით, რა თქმა უნდა. ძალიან ერთხელ მომიყევით, როგორ მოხდა? არ იცოდა თავისი სამზარეულოში არანაირი ნივთები. აი როგორ ხო არის მამაკაცი, რომელიც ძალით, ჩხუბით, როგორ მოხდა? მე როგორ ისწავლა? არა, ნუ პირველივე დღიდან, ანუ ჩვენ ცალკე ვცხოვრობდა თავისთავად მე მოგეხსენებათ სპორტსმენი ვარ და დღეში ორჯერ ვარჯიშობდა სახში რომ მოვდიოდი და მოდიოდი სახში და რა ხდებოდა არაფერი რა თუ გაზეთი მოიტარე გაზეთი ჭამე ხო და ნუ მოკლედ პერიოდის მანძილზე თავისთავად დაიხვეწა ანუ კვერცხს და იმას კარტოფილს წვავდა არაჩვეულებრივად აკეთებდა ამზადებდა მაგრამ მაგის სიკითხავს სამწუხაროდ არაფერი არ იყო და ეს იყო ერთი ისტორია იყო თავიდან ცხოვრობდით რუსთავში ჩვენ რო შევირთე თეა და მოკლედ თეას მშობლები რო ჩამოვიდნენ დედამისმა ჩამოგვიტანა დედალი და აბა თეკო რომ მოვა ვარჯიში და რაღაც კაი სოფლის დედალია და გავუკეთე და მოკლედ ის რუსთავის ბინა ისე გავყიდეთ კათამი დავტოვეთ არ გააკეთა თეა ამ ხელა კაცს როგორი მოვლა უნდა და რატო არ უკეთებდი საჭველებს? ეს იყო 5 წლის წინ. ეს ამბავი, ეხლა ამ შოუში და მოვდიოდი, სხვა შეიძლება უკითხე და რა უნდა ვილაპარაკოთ საჭმლის მომზადებაზე. ეხლა იძახდა და რაც ქუთაისში გადავედით, სულ გასქურასთან გახარდა რაღაცას ვიტყვით. მართლად გეხარ ეხლა გასქურასთან? ეხლა კი. რამე სიყვარულმა დაგაყენა თუ აი ძალადობამ თუ როგორ მოხდა ესე როგორ გადაკეთე? არა, სიყვარულმა ესე დაზარებით მართლა არ მეზარებოდა, ვაკეთებდით, მაგრამ ყრიდით იმდენად კარგი. არა, ისე სხვათა შორის მე მჯერა თქვენი ოჯახის სიყვარულის, იმიტომ რომ Facebook-ზე საოცარი სურათები გიდევთ ბავშვთან ერთად და რაღაცა თბილი და ტკბილი ოჯახი გაქვთ. და ამ დროს ვინ იცის რომ ზოგჯერ მშიერიც არა, მშიერი არასდროს არ დარჩენილა, даже პირიქით ხანდახან მე თვითონ ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ზოგადად კეთება და ხანდახან ესე ვთქვათ, როცა დასვენების დღე მაქვს, თეა ისვენებს და მე ვაკეთებ საჭმელს. რა კერძს აკეთებ? ვაი, ბრინჯი, სპაგეტი, ანუ ესეთი რაღაცები. ეხლა თქვენს ისეთი ადვილი რაღაც აგირჩებიათ. რატო ადვილი? ბრინჯი ხათმი და ანანასით მაგალითად, ესე ერთად დიახ. ну რა ვიცი, ყველანაირად სპაგეტი და მაკარონი, ყველან აბსოლუტურად. ბოლონეზე კარბონარე. ბატონო? ჩინური სამზარეულო. კი, ძალიან. აქვს დღეები თამაშის დღეს 20 საათს არ უნდა გადაცილდეს ამის კვება და 2-4 წუთი 5 წუთი აკლია მეძახი ხოლმე ყველაფერი მზადთან. ხოსეც არა. ფაქტიურად ვიცი პასუხი, მაგრამ მაინც მაყურებლისთვის ქალი უნდა იდგეს სამზარეულოში. ეთანხმები თუ არა ვახვა? არა? ვერ ჩვენთან იმდენ ბავშვი ყავს რომ აი რატო უნდა იდგეს ქალი სამზარეულოში? არა, ესეთი გამონათქვამია თუ არა, მე სხვა აზრი მაქვს.
ქალს ბევრი სხვა დანიშნულება და ბევრი სხვა ფუნქცია, გაცილებით უფრო ლამაზი და მომხიბვლელი ვიდრე სამზარეულოში დგომა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტრადიციებს. ხო, აი მე მაგალითად გაზრდილი ვარ ისეთ ოჯახში, სანამ დედა ან მამა არ მოვიდო და სამსახურიდან ბებია და ბაბუა არ გვაჭმევდა საჭმელს, მთელი ოჯახი უნდა შევკრებილიყავით და მაშინ უნდა გვეჭამა. თქვენთან როგორ ხდება? ჩვენთან ვერ, იმიტომ რომ ვახო აბსოლუტურად სხვა დროს ამთავრებს სამსახურს და მოდის სახლში. ამასობაში ჩემი შვილები აბსოლუტურად სხვადასხვა დროს გამოდიან სკოლიდან, იქ კიდე პატარა ბავშვი კიდე, ბევრნი ვართ ოჯახში და სამწუხაროდ ვერ ვიკრიბებით, თორე ძალიან მომწონს ერთ ოჯახად დროს ხდებიან და სადილობენ, მაგრამ ჩვენთან სამწუხაროდ არ გამოდის ეს. თქვენთან როგორ არის? ელოდებით ერთმანეთს თუ არა? ვერ. ვერ. ანალოგიურად. ვერ, იმიტომ რომ ჩემი სამუშაო და სამოძრაო გრაფიკი აბსოლუტურად არანორმირებულია. ასე ვთქვა და შეიძლება ძალიან გვიან მოვიდე პირველზე ორზე, იმიტომ რომ გვიან ვარჯიშობ ხოლმე როგორც წესი და ვარჯიშობ ფაქტიურად 5-6 დღე კვირაში და ჩემი ვარჯიში იწყება 10-11 საათზე ღამე მოვდივარ პირველზე და მე რომ ელოდონ წარმოიდგინე შიმშილით გაწყდება ოჯახი ახლა. დათო, შენ ხარ ძალიან ტრადიციული ადამიანი. ბაზარში თუ დადიხარ? იცი რა, ბაზრის კულტურა მე მგონი უკვე რაღაცა დავიწყებას მიეცა, მაგრამ შესყიდვების მენეჯერი ძირითადად მე ვარ, კი ბატონო. ნუსხას ვაძლევთ და ასრულებს გადასარევად, კი. 5-იანზე სრულდება ყველაფერი. ძირითადად ოჯახში მამაკაცები აკეთებენ ხოლმე ხორციან საჭმელს, აი დაუშვათ ნაჯახით უნდა დაჭრან, რაღაცა ესეთი ხორცის ნაჭრებით, ან ხომ წვაც ხო წვავ კარგად. რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ არა სახლში. ხორციან საჭმელებს თუ არა, არა, მე სამზარეულოს მხოლოდ მომხმარებლის კუთხიდან და საწვავ ამ წვად. წვადი სახლში არ მესმის ესეთი რაღაც. წვადი არის ბუნების. ხო და რაც და ის კითხვა რომ ქალი ქუხნაში უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს, ერთმნიშვნელოვნად ალბათ არა, მაგრამ უნდა ეხერხებოდეს. ანუ ესეც არ გამორიცხავს, მაგრამ ის რომ მისი ადგილი მარტო იქ არის, ნამდვილად არ ვეთანხმები და სოფო ასე ვთქვათ მაგალითით ამას ამტკიცებს. სოფო, ხო არ წუხდები ხოლმე დათო სპორტით არის დაკავებული? არანაირად. იმიტომ რომ დავარჯიშები უნდა მოვიდეს და უნდა ჭამოს ბევრი და თუ არ ჭამ ბევრს? არ ჭამს ბევრს, არა. ანუ ეკონომ რეჟიმში კარგად. ეკონომიკის სტუმრები ყავს. თუ არავინ არ ჭამს. არის, სულ მგონია ეხლა შთაბეჭდილება მრჩება, რომ აი ბოლომდე სიმართლეს არ ამბობთ, აი ისე რომ მომზადით ჩვენთან ოჯახში. ეხლა წინასწარ თუ დავრეკე დაამზადეთ არ ვამბობ ბოლომდე. რა უნდა იყოს იდგას სამზარეულოში და როცა საჭირო საჭმელიც უნდა გააკეთოს და თითიც უნდა დაუქნიო ხოლმე, მაგრამ თითიც უნდა დაუქნიო, ჩვენ ძალადობის წინააღმდეგი ვართ ყველანი. ერთი შეკითხვა მაქვს ყველასთან. აი თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა და თუ არის ხოლმე ხშირად, რომ ურეკავთ და მიგყავთ რესტორანში და სადილობთ ხოლმე ან ვახშმობ? კი, ძალიან ხშირად. რატომ სახში არ ხვდებათ გემრიელი საჭმელი? უბრალოდ ხო, ანუ ის მრავალფეროვნება უბრალოდ უფრო საინტერესო რომ იყოს დღის გატარება. ძალიან ხშირად რომ ვახოთ განსაკუთრებით გურმანია და ძალიან მოწონს ეს რაღაცნაირი კერძები და მე არ ვიმჩნევ რომ ის რაღაცნაირი კერძები არ ვიცოდი მანამ სანამ ვახოს გავყვებოდი სწავლა და ჩვენ სწავლებაში ხდება ხოლმე ესეთი ამბები გასვლითი ასე ვთქვათ ამიტომ ჩვენ ქალაქ გარეთ ცხოვრობთ ქალაქ გარეთ და მე მგონი თქვენ მოწყობილი გაქვთ ისე პატარა კუთხე და იქ გაქვთ ყველაფერი ხო? აი წვადებს აწვავს. კი, აი თურმე. ასე რომ. ეს სუბუნების წიაღშია და თვითონ არის პლიტა. ეხლა ერთი რაღაცა მინდა გითხოთ. სანთლებიანი სუფრა თუ დაგიხვედრებიათ? სანთლებიანი ნამდვილად არ დამიხვედრებია. არა. როგორი პასუხია საჭირო ხა გადაცემას რომ მოუხდება ჩვენ სიყვარულს რომ უფრო გააძლიერებს თუ რაც არის რეალურად? მოდი ორივე ვარიანტი. ორივე ვარიანტი. რა თქმა უნდა ყოფილა. რა თქმა უნდა ძირფასო. ყოველ პარასკევს. ყოველ პარასკევს ხო, არა, მე რა ხდება? აღარ გითხრა, ოღონდ. მე რა ხდება და ორსულად ვარ, გია რა უნდა ხდებოდეს. ყოველ წელს ორსულად ვარ. ფაქტია რომ სათლის შუქზე სადილო. მე რამდენი თვეში ხარ? მეხუთეში. მეხუთეში? ნუ ღმერთმა გაგამრავლოს. დიდი მათ სანთელი ჩააკეთო გეუნები რა წეში. ნუ აი არ ვიცი, მე ტაში. ტაში. აპირებთ კიდე მეოთხეს შემდეგ.
ვახო რაღაც კარგ ფორმაშია და კარგად მუშაობს, ხო? არა, ესე გვექცა ტრადიციად რომ ვახო რომ მოდის, იმიტომ რომ უკვე ბოლოს მარტო ჭამს, იმიტომ რომ 9-8 საათზე მოდის სახლში, აუცილებლად მე უნდა ვეჯდე და რაღაცები, რაღაც სისულელები უნდა მოვუყვე, რადგან ძალიან ხალისობს და გუშინ წინ მითხრა რომ ეს ისტორია უკვე მე 1000 ჯერ მომიყევი და რამე შეცვალეო მითხრა და იმეცი ვარ და ეს გვაქვს უსანთლოდ, მაგრამ არა, იცი რა, მე მგონი, მე ცოტა სხვანაირად გავიგე, რომ თქვენ სხედხართ და შენ ეჭიკჭიკები და ვახო ჭამს. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. თქვენი და სანთლების ამბავი. ზოფო მოყვეს. სანთლების გარეშე ყოფილა ესეთი, ანუ სანთლებიღა აკ. რატო ეხლა ზოფო კარგად მოვიდა? სიმართლეს იტყვის. რატო ზოფო? არა. ზოფო, მითხარი? აი, პირველ შულზე რო ვიყავი ორსულად, მაშინ ფაქტიურად აი თითქმის ყოველდღე ვახვედრებდი ვახშამს, ესე გაწყობილს გამზადებულს რაღაცა და ну დაახლოებით ესეთი სიტუაცია იყო. ჭიკჭიკს ვითხოვ აუცილებლად. ჭიკჭიკს ვითხოვ. აუ მოდი რა და დამიჯექი ეს კი. თქვენ გყავთ ერთი შვილი და ვაპირებთ ხო კიდე შვილების გაჩენას? რა თქმა უნდა. რამდენი დაახლოებით? ჯერ როგორ ვთქვა, სპორტში არის ყოველი შემდეგი თამაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჯერ შემდეგი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მერე კიდე წავალ. მომეწონა, პასუხი მომეწონა. ძალიან დიდი მადლობა და მოდით ახლა გავაკეთოთ ექსპერიმენტი, ვინაიდან ჩვენი გადაცემა თემატურად ესეთია, რომ სამზარეულო და რას ვჭამთ საერთოდ საქართველოში, მოდი მოვამზადოთ რომელსაც დავარქმევთ გია ჯაჯანიძეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეკლექტური იქნება ძალიან და შეუდგეთ საქმეს. მეუღლეებიც უნდა დაგვეხმარონ თუ გოგოები ვაკეთებთ სალათს? აუცილებლად, მეუღლებთან ერთად. კი ბატონო. I don't know what games you're trying to play. You wanna look the other way. I'm talking about the here and now. Keep my feet on solid ground. Well, I hate to break it to you, but you just don't realize. Switching conversation topics and you never compromise. I wanna express something to you, something you ought to know, but you რა კრეატივი ჩაის. ნუ მოკლედ არ ვიცი, არ ვიცი. ნუ შენ ჩემი პორტრეტი გააკეთე ბოსტნეულით და სალათია შიგნით, ხო შეიძლება რა თქმა უნდა, თან ჩვენ რახან მუდმივ ორსულობის რეჟიმში ვარ, ჭამთ ძალიან ისეთ ჯანსაღ საჭმელს. ამიტომ აქ არის ყველაფერი ძალიან ესეთი ნატურალური. სტაფილო, კიტრი, ბოსტნეული რა. ნუ მოკლედ აღფრთოვანებული ვარ, ძალიან მგავს. მოკლედ იცი რა, ძალიან გვინდოდა რომ შენი პორტრეტი ყოფილიყო, ამიტომ თავზეც მაქსიმალურად შევეცადე. ეს არის ჩემი ადრეული პერიოდი, ახალგაზრდობაში ვიყავი ესე დავდიოდი ხოლმე. უღრმესი შემდეგიც ვნახოთ, აბა რა იქნება, დაბრძანდით. მოკლედ ძალიან მღელავ, იმიტომ რომ ჩემი სახელობის ეს რომი, აუი მე რა ლამაზია, ძალიან ლამაზია. სალათი. მომღიმარი სალათი. ესე სუბუქი ჯანსაღი და მე გავაკეთე მუზეა. ეს ჩემს ახალწელს. იყო ძველი სტილი, ეს არის ახალი. ძალიან კეთილია ეს ჩემი პორტრეტი, დიდი მადლობა, ძალიან ლამაზია. ეს განსაკუთრებით როცა რაღაცა მიკვის დაჭყეტილი თვალები, გასაგებია, დიდი მადლობა. მომდივარ თქვენთან. მობრძანდით. და უიმე რა ლამაზია. ესე იგი აცკეტებიო, ყველანიო მზესე თაყვანებოდნენო და მზე პოზიტივია სიცოცხლე წყალთან ერთად და ცეცხლოვანი ჯაჯანიძე ქვია. ცეცხლოვანი ჯაჯანიძე. მოკლედ აღფრთოვანებული ვარ და ძალიან მიხარია, ძალიან საინტერესო სალათია, თან ძალიან ლამაზი. დიდი მადლობა. ძალიან მიხარია, ცოტა დავიბენი და გეტყვით ძალიან უცნაურ რაღაცას. ეს არის ჩემი წარსული. მართლა ესე გამოვიყურებოდი ხოლმე სხვადასხვა გადაცემაში. ეს არის ჩემი აწყო, გაკვირვებული, დაჭყეტილი და ძალიან საინტერესო და ეს არის ჩემი მომავალი, მზესავით ნათელი და ბედნიერი უნდა ვიყო. დიდი მადლობა. მე გემშვიდობებით
მიხარია რომ თქვენ იყავით ჩემი სტუმრები და სხვა რაკურსი ყოველთვის თქვენი მასპინძელი იქნება. ძვირფასო ტელემაყურებლებო, მომავალ ხუთშაბათს 22 საათზე სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად ყოველთვის თქვენთან ვიქნები.